მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით ამჯერად თბილისიდან, კარგად მოგიხსენებათ. ფაქტობრივად თითქმის 1-2 კვირა გახდით რუსეთში, ქალაქ მოსკოვში გახდით მიწვეული როსსატრუდნიჩესტვას, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია. როგორც საპატიო სტუმარი მიწვეული ჟურნალისტების, ბლოგერების, მედიის წარმომადგენლების დაჯილდოვებაზე. თქვენ ეს ნახეთ ალბათ ეს მასალა, რომელიც თითეული ყოველდღიური მასალა გადმოიცემოდა მოსკოვიდან, შემდგომ ვლადიკავკაზშიც ვიყავი, მოსკოვში მქონდა საშუალება გამოსულიყავი ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში და იქ ასევე მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. უნივერსიტეტ მირავი ცივილიზაცი, ასე ქვია იმ უნივერსიტეტს, სოფლიო ცივილიზაციათა უნივერსიტეტი. მქონდა შეხვედრა ასევე სახელმწიფო სათათბიროს საკუთრებისა და მიწის საკითხებთან დაკავშირებული კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე საკმაოდ საინტერესო იყო მისთან ამ ყველაფერზე საუბარი, სერგეი გავრილოვზე მაქვს საუბარი და ნაყოფიერი საუბარი შედგა და მქონდა ასევე პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან შეხვედრები. შემდგომ უკვე გადავინაცვლე ვლადიკავკაზში და ვლადიკავკაზში ქართულ დიასპორასთან იყო საკმაოდ თბილი შეხვედრები, ჯერ ეს მასალები არ მოწურულა. მომავალ ორშაბათს გელოდება ჩვენ ქართველ მეწარმეებთან მქონდა შეხვედრა და აი მე მეცინება ზოგჯერ რომ აქედან გაისმის ესეთი ფრაზები, ხომ თუ კი არ გამოხვალთ, გაიღვიძებთ რუსეთში და აი ეს ასაცილოა, იმიტომ რომ ერთი განახებთ როგორ იღვიძებენ ქართველები რუსეთში და პრინციპში გაგაცადით კიდევაც, მაგრამ უფრო ფართოდ გაგაცნობთ ამას უკვე მომავალ ორშაბათს ძვირფასო ტელემაყურებლებო ეს მზადდება ეს მასალა ამ კვირას ვერ მოესწრება პატრიარქის მიერ დაფუძნებულ პატრიარქის მშობლების მიერ აშენებულ ეკლესიაში გახდით, რომელი ეკლესიაც მერე დემონტაჟი მოხდა და იქ აიგო სხვა ეკლესია და მისი მშობლების სახლიც მოვინახულეს. სხვათა შორის სასიამოვნო ამბავი უნდა გითხრათ, ვლადიკავკაზში მალე ამოქმედდება ილია მეორის დაკავშირებული მუზეუმი. იქ იქნება ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობის მუზეუმი იქნება ვლადიკავკაზში, იმ სახლში, სადაც პატრიარქი ცხოვრობდა და იქნება ასევე მუზეუმი. არის საუბარი, რომ იქ შეიძლება ეკლესიაც აშენდეს კიდე, გამოთავისუფლებული ადგილია და ძალიან თბილი შეხვედრები მქონდა ოსებთანაც, იმ ხალხთან, რომლებიც გარკვეულწილად ჩვენ უნდა შევრიგდეთ ამ ხალხთან. მქონდა მინისტრთან ნაციონალურ საკითხებში ალან ბაგიევთან შეხვედრა. თქვენ ყველაფერი ეს ნახეთ, პრინციპში უბრალოდ მე მინდა რომ ამის შესახებ თქვენ მოკლედ გითხრათ და ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემი სტუმრობა, აი ეს 12 დღე, რომელიც გახდით მე მოსკოვსა და ვლადიკავკაზში, ასევე ვიყავი სტავროპოლში კიდე ერთხელ ვიმეორებ ამის შესახებ უკვე ორშაბათს გაეცნობით თქვენ მასალას და ნაყოფიერი ვიზიტი იყო და ამ ჩემი სტუმრობის პერიოდში მე გავიგე ბევრი ეხლა აქ საწუხაროდ ვერ ვიყავი ჩართული ქართულ პოლიტიკურ ამბებში, იმიტომ რომ იქ ნამდვილად დატვირთული დღეები მქონდა მუშაობის მხრივ და როგორც გავიგე ფორმულადან მთავარი არხი იხურება. არ ვიცი, ნეტა ამათმა დახუროთ ტელევიზიები და უფრო გავახარგზლივებ ჩემს ვიზიტებს, სამუშაო ვიზიტებს რუსეთში, იმიტომ რომ ნამდვილად ღირს, ოღონდ ესენი ვერ ამათი ხმა ვერ გავიგოთ ჩვენ მეგობრებო და არ ვიცი, ამაზეც წავალ, ესენი არ გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე. მე ფიქრობ, რომ ჩვენ
გვმართებს საკმაოდ დიდი მოთბინება იმისათვის, რაცაც ჩვენ გვიმზადებს ჩვენი მტერი, ეს დღეებია მე თვალნათლივ ხედავ იმ ლუსტრაციას, რომელიც არის ქვეყანაში. აი გაოგნებული და შეწუნებული ვარ იმ ხალხის პოზიციით, რომლებმაც იკადრეს უკადრებელი. აი ჩვენ კოჰაბიტაციამ შეგვიქმნა ის მომენტი, როდესაც ხალხი, რომლებსაც ჩვენ მივანდეთ გამოსწორების საშუალება. ხელოვნების მოღვაწეები, პოლიტიკის სფეროში ჩართული ადამიანები დასაქმებული იყვნენ უმაღლეს თანამდებობის პირებზე და როგორც კი იძაბება სიტუაცია დააკვირდით, იმ წუთასვე ცდილობდნენ გადახდნენ სხვა ნავში. იმ წუთასვე ცდილობენ, რომ რაღაცნაირად იქნება სადღაც რაღაცა რომ გამოჩნდეს და მე იმ ყველაფრის მიღმა არ აღმოჩნდნენ, იმ წუთასვე ცდილობენ, რომ იქით გადასკუმდნენ. ქვეყანა თავზე გვენგრეოდა და ეს ხალხი მხარდაჭერას უცხადებდა აი ამ მომიტინგებს. არასდროს არ უნდა დაივიწყოს ხელისუფლებამაც, არც თითოეულ მათგანმა თითოეული იმ ადამიანის განცხადება, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა აი იმ ხალხს, ვინც ქვეყანას ანგრევდა, ვინც პარლამენტს ეცუკიდებდა, ვინც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილს ესროდა, არავინ არ მიეცემა დავიწყებას. და ეხა კანონში ცვლილებები მიიღეს საჯარო სამსახურის კანონში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ უნდა გაიწმინდოს ყველა სამსახური ნაცებისაგან. როგორ შეიძლება ადამიანი იყო სამსახურში და მე მიდიოდი აქციაზე და ხელისუფლების დამხობას უჭერდე მხარს. თუ არ გინდა შენ, თუ კი ქვეყნის მტრებს ემსახურები, რა გინდა სამსახურში, სახელმწიფო სამსახურში. 1000-ჯერ ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, როგორც კუზიან სამარი არ გაასწორებს, ისე ნაცების გამოსწორების შანსი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, აი ეს დუტას ხიტლაძეები, ეს მაყაშვილები, ეს კრიმინალური ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებმაც ჯერ კიდევ შევარდნაძე გაყიდეს, პატიაშვილი გაყიდეს, გამსახურდია გაყიდეს, ესენი არიან გამყიდველები. ამათზე ფულის დახარჯვა არ შეიძლება. ვინმე თუ რამეს დაწერს წიგს, კი ბატონო, დავეხმაროთ გამოცემაში. მე გამიკვირდა უამრავ ისეთი ადამიანის პოზიცია, რომლებიც რაღაცა ქვეყნისათვის საკმაოდ ისეთი ავტორიტეტული ადამიანი. მურმან ჯინორია, რომელიც ყველაზე დიდი როლები აქვს ნათამაშები. ბატონო მურმან ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანი ბრძანდები და რატო ცდილობთ რომ ხალხს ცუდად დაამახსოვროთ? რომელ ახალგაზრდობას უჭერთ მხარს თქვენ? რომელ ახალგაზრდობას კიკინებიან და კალგოტკებიან ახალგაზრდობას, რომლებიც იქ პარლამენტს ანგრევდნენ? იმას უჭერთ ხარ, ერთხელ დაუჭირეთ თქვენ მხარი იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მთავრობის სახლი დაამხო და მისი ბომბები ესროლა და დავინახეთ, რომ ქვეყანა ჩამოგვეშალა და ეხა საბოლოოდ უნდა გავნადგურდეს ეს ქვეყანა, ეხა უკვე მთავრობის სახლს კი არა, ესენი საქართველოსაც ესრიან უკვე და მაშინაც ესროლეს. შეიძლება ეს ვერ გავიგე ბიძინა ივანიშვილის ბანკის იმედად რომ იყავი და შიმშილით რომ გადაგარჩინა თქვენ თუ არ გინდოდათ ეს შემწეობები და ეხლა იძახით ბიძინა ივანიშვილმაო ჩვენო რაღაცაო მოსყიდვა შეეცადო ეხლა მიხვდით ამას თუ აქამდე ვერ გძნობდით ამას მაინტერესებს რა მოსყიდვაზეა საუბარი აქამდე დითი რამბებს რომ აეუბნებოდით მას ბოლო ეს დუტას ხირტლაძეს მენეტი ნიჭიერი საქართველოს არ ყოლია არავინ ადამიანი კიდე და რა როლი ითამაშეს ამ მსახიობებმა ასე რომ ვაპეტიშებთ კიდე ეს პორნო მსახიობები რომლებიც გამოდიან და აი ამათ უჭერენ ხარს გამოდიან და აი ვინ არიან ესენი რა არიან რატომ უნდა იმას ვქნათ ავიყვანოთ საში რატო უნდა ვხარჯოთ მილიონები ამ ხალხზე გუნდრუკი რატო უკმიოთ ამ ადამიანებს და იმ სპორტსმენებს კიდე რომლებიც სტორებს როდებდნენ და ეს აქცეულს როგორ ურტყავს პოლიციელის გინება პოლიციელებისთვის მოგლოტოვის კოქტეილის სროლა არის ესე იგი მიზანშეწონილი პოლიციას თუ ესწორი ტყვიას გესწორის ფრანგი და ამერიკელი პოლიციელი და უმწეო ადამიანი ლოგიში წევს და არა ქუჩაში გამოდის და კოქტეილებს მოლოტოვის კოქტეილებს ესწრის პოლიციას უმწეო ადამიანი აი ეგრე არ იქცევა გაოგნებული ვარ აი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული სახელოვანი სპორტსმენების პოზიციები. მირჩევნია 3-0 წააგოს საქართველოს ნაკრებმა ზოგიერთი იდიოტი მაითამაშოს იქ ნაკრებში. მირცეთ ახალგაზრდობა შანსი და მე ვფიქრობ საქართველოში უნდა ამოქმედეს, ეხლა სახელი რა დაერქმევა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
იდეოლოგიის სამსახური. Რომ ქვეყანაში არ შეიძლება რა, ეხლა ამ ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა მიეხედოს, კაცო, ვერ გავიგე რა. რა თქმა ეგეთი ფეხბურთელი მე ვერ გავიგე, ახლა იმე ქვეყანას ვინც აგრებს, იმას უნდა დაუჭიროს ხარი. რა თქმა ეგრეთი კელონური ნაკრების კალათბურთის წევრი, რომელიც იქ ქვეყნის ჩამოშლას უჭერს ხარ. არ ჩენი კალათბურთი მინა, არ ჩენი ფეხბურთი მინა ეგეთი, ქვეყანას თუ დაანგრიე. და თითო ყველა ის თითეული კალათბურთელი, ფეხბურთელი, სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელი არის პასუხისგებელი იმაზე, რაც ხდებოდა. აი იქს რო რუსთაველზე ინგრეოდა და იწოდა ყველაფერი, ეს არის თქვენი დამსახურებაც. იმიტომ რომ თქვენ წაახალისეთ ეს ყველაფერი, გამოდიოდით და ლაპარაკობდით, რომ ხარს უჭერთ თურმე გულანთებულ ახალგაზრდობას. რომელი იყო გულანთებული ახალგაზრდობა? გულანთებული ახალგაზრდობა იყო 2011 წლის 26 მაისს, 7 ნოემბერს, 9 აპრილს. ეს იყო. კი, მაგრამ სააკაშვილის დროს აქციები არ იმართებოდა, კაცო. როგორ აქციები არ იმართებოდა, ვინმე ესროდა პოლიციელებს რამეს? ეგრო სააკაშვილის სპეცნაზისთვის ვინმეს გაებედა, რასაც ესენი სპეცნაზს უკეთებდა, ხერხემაში გადაამტარებდნენ კი არა, მთელი ესე იგი თავიანთი ოჯახებით იქნებოდნენ გასახლებულები. სულ სამოხდითო ეს ნაძირალა გივი თარგამაძე რო ყვიროდა იქა. მართლა სულ სამოხდიდნენ, ეგრო გაებედათ. ფოთოლი არ ვარდებოდა ხიდან. გარეშე რა ქვია და ეხლა მე ვერ გავიგე ეს არის პროტესტი? არ გინდა ხელისუფლება კი ბატონო გავიგე არ გინდა რატო წვავ პარლამენტს რატო წვავ რუსთაველს ვერ გავიგე პარლამენტმა და რუსთაველმა რა დაგიშავა თუ მთავრობა არ გინდა ხო რა შუაშია ეს ყველაფერი მე იმ ვარლამ ალავიძესავით რომ დადის აქით-იქით დააბნელეთ ბაბუმზე დააბნელეთ ესე იგი დაბნელებისთვის გინდოდათ ესე იგი ურტყამდნენ ამ პარლამენტის შენობაც როგორც ეს ვარლამ ალავიძე დადის და დააბნელეთ ბაბუ და დაბნელება გინდოდათ თქვენ დაბნელებულებო საქართველოს დაბნელება გინდოდათ მე მინდა აი ამ ნანი ბრეგვაძეს მინდა მივმართო ქალბატონო ნანი ელცინის მკლავებში რო იყავით გადაწოლილი და ხვევნაკოცნა რო იყო გამართული და სურათებიც ვნახე ეხლა არ გინდათ რუსეთი იმ სააკაშვილის არ იყოს ეხლა არ გინდათ ეხლა არ გინდათ რუსეთი მთელი ცხოვრება რო რუსეთში გაატარეთ არა გცხვენიათ მაინტერესებს ეხლა მე კარგი ერთხელ რამდენჯერ ხელისუფლებისთვის კრიტიკული დღეები დგება იმ წუთასვე რატო უნდა იყო თქვენ აქ საქართველოს წრების ხარეს მაინტერესებს რატო გული გახეთქვაზე ქონდა საქართველოს თითეულ მოსახლეს გული ამიტომაც არის საქართველოს ბეწ ყოველთვის საშუალო ფენად წყვეტდა გაუწყვიტეთ მილიონები კი არ მისცეთ ამ ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვებისათვის და სპორტის სახეობის წარმომადგენლებს მილიონები მიეცით მასწავლებლებს მილიონები მიეცით სპეცნაზს მილიონები მიეცით პოლიციელებს მილიონები მიეცით ჯარისკაცებს რომლებიც საქართველოს იცავდნენ გდინდება და რა ვიცი ხება და ხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს მე მას ხარს უჭერ და ნამდვილად სოლიდარობას უცხადებ მიუხედავად იმისა რომ მე ადვოკატი ვარ და ყოველთვის მე პროცესზე სამართალდამცავებს სამართლებრივად ყოველთვის კრიტიკულად ვარ მაგრამ დღეს საქართველოს გადაარჩენა პოლიციამ მე არ ვიცი მე მადლობა უნდა უთხრა თითოეულ პოლიციებს მე მადლობა უნდა უთხრა თითოეულ სპეცნაზებს რომ არა ისინი საქართველოს ჩამოიშლებოდა დღეს ყველა საქართველოს წრები იყვნენ მომართული იმისათვის რომ ჩამოშლილიყო ეს ქვეყანა ეს კონჩიტების დედოფალი გახარია გამოვიდა და თქვა ჩვენ ეხლა უნდა ჩამოვშალოთ ეს ხელისუფლება იმიტომ რომ ტრამპი თუ მოვიდა მე რაღაცა შეიძლება ვეღარ მოახერხოთ ესაო ვერც მერე მოახერხებთ, ვერც ეხლა მოახერხებთ, იმიტომ რომ საქართველოს არ ყავთ ის პოლიცია, რომელიც ყავდა 90-იანებში, რომელიც ყავდა 2000-ში. მე კარგად მახსოვს, მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა როგორ აცილებდა მას კორდონით იმაში პარლამენტის შენობისკენ 2003 წელს. როგორ არ შეეძლო მაშინ 2003 წელს პოლიციას რომ ისევე კორდონები აღემართა რა სპეცნაზი არ ყავდა პოლიციას მაშინ თუ ეხლა სპეცნაზმა დაიცვა პარლამენტი პოლიციამ დაიცვა მაინტერესებს 2003 წელს რატო არ გამოიყენეთ თქვენ ძალი მაგრამ გადაბარება იყო ალბათ არ ვიცი ღალატი იყო ან გადაბარება იყო ან ღალატი იყო ჩვენმა ბიჭებმა გაიღეს ყველაფერი აი ვის უნდა გაუზარდო ჩვენ ხელფასები პრემიები მილიონი მივცეთ პოლიციას მილიონი მივცეთ ჯარს და რამ ნაძირალა სპორტსმენებს რომლებიც ყველა გაფხაკუნებაზე იმაშვებიან სთორებს დებენ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ აი ამ ნაძირლებს როგორ უნდა მივცეთ მილიონი ჩვენ ესენი არიან ქვეყნის გამყიდველები
ეხლა იქ ესე იგი ქართველი კაცი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონაო ესე იგი გაძეხით იმ ევროპაში და ფეხებზე კიდია თქვენი ქვეყანა მაინტერესებს იმ რუსთავებს რო წვავდნენ ვინ წვავდა იმ რუსთავებს პოლიციამ რა გაკეთოს მადლობა უთხრას ესე იგი თურმე პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ისა ძალა უნდა ეთქვა იმასავით როგორც 2003 წელს მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუღო კარები და მიდით შედითო ისე უნდა გაეკეთებინათ ეხლა თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ ხალხო? ვინახართ საერთოდ? მე კიდე ზოგიერთი განსაკუთრებით აი ამ ხალხის წინააღმდეგი აი რაღაცნაირად აი გული მენთება, იმიტომ რომ ესე იგი გუშინ მთავრობის წევრებთან ქეიფობდნენ. გუშინ მთავრობის წევრებთან ერთად იყვნენ. და დღეს ესე იგი ამ მთავრობის ჩამოგდების გამოდიან, კაცო. აი ეს UFC-ის რომ არის კაცო ეს მებრძოლები დვალიშვილი მე ვერ გავიგე ეს დვალიშვილი ისთვის დვალიშვილს და თოფურიას ამისთვის მივეძი ჩვენ მილიონები რომ ქვეყნის მტრებს დაეჭირათ მტრებისთვის დაეჭირათ ხარი მე კიდე ვიღაცა მითხრა ამ დვალიშვილის ძმაო არისო რაღაცა ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის დაცვაში არისო კი მაგრამ ვერ გავიგე მე ერთი ძმა ბოდიში და იმაში არის საყროღარი მაღალი თანამდებობის დაცვის წევრი არის და მეორე ძმა აგერ ესე იგი ამისთვის 2 მილიონად რამდენ რა ქვია მასწავლებელს გავახარებ ამათ მილიონები რატო უნდა მივცეთ ჩვენ მაინტერესებს რატო უნდა მივცეთ მილიონები რომ მე ადგენ და საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქრონ აი გაუგებარია ჩემთვის ეს ყველაფერი რაც ხდება მეგობრებო ეს არის სრულიად მიუღებელი და დასკვნები უნდა მარტო აქ სპორტსმენებს და იმებზე არ არის საუბარი ამ შოუ ბიზნესის ხაზზე ყველა სამსახური უნდა გაიწმინდოს ეხა ის რომ ვაიმე მე ვერ შევეხები ვაიმე ეს რა ეხა იმ კაცმა რო თქვა ეხა იმის დიდი მოწფიალემი არა ვარ დემოკრატია ლობიოს ჭამა არ არისო რო თქვა მაგრამ პრინციპში ეხა რო თქვა სიმართლე არ არის დემოკრატია ლობიოს ჭამა და ჩვენ მე მგონი აი ეს ხალხი ვინც აი ესეთ რაღაცებს აკეთებდა რუსთაველზე ამათ მიმართ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ ჩვენ სოლიდარულები იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა შეიძლება აი ამ ყველაფრის მიმართ იყოს სოლიდარული რასაც ჩვენ ვხედავდით ყოველდღიურად ვიცი სხვა ენებში არის მაგრამ ქართული ყველაზე მადლიანია ქართულში ნიშნავს რომ რაღაცას მიხვდი მე მოდის მოდის როგორია იცით ემოციურია და ნიშნავს გაოცებას რაც მართლა ბოლოს უკაცრავად მოდის ამერია ესე ახალგაზრდა დამციკის ყოჩა და ბოლო ხმოვანზე გავჩერდები მაშინ ლექციასავით რომ არ გამომივიდეს რასაც ნიშნავს იცი აღმატებულობას ჩემო ულამაზესო საქართველო ჩემო ულამაზესო აი ესეთი უნდაასოს ჩამცვლილებს ჩემო ულამაზესო საქართველო ახლა მინდა ვთხოვოთ დაიშოთეთ ღრმად და ის შეტაკილი რომელიც ქართველებს ყველაზე მეტად გვიხდება მინდა ვთხოვოთ რომ მე გამოვდივარ თქვენ წინაშე მხოლოდ იმიტომ რომ მაიძულეს დავდიოდი და ვახვეწებოდი მოდი გავაკეთოთ განათლებაზე ორიენტირებული პროექტები დავაბრუნოთ ეტალონი შემთხვევაზე 100,000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტი მეთქი მოდი დავასაქმოთ საუკეთესო სტუდენტები რომ ჩამოუჭებულები რო არიან საიგეთ თქვენი ქვემოქმედება და მიდით აქედან აი სამებას მოიგიდეთ თუ გინდა თავი დაგვანებეთ ომის დროა ნუ გეშინიათ ხალხო ომის დროა უბრალოდ მოვემზადეთ ერთად გოდიშის მოსახდეა როგორც სტუდენტის მთავარი სათქმელი დღეს რუსთაველის გამზირზე რატომ გამოდით უკვე მეოთხე დღეა რაც ინან სტუდენტები ვართ გაფიცულები და უერთდებით ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ჩვენ მთავარი მოთხოვნა არის ის რომ დაუყოვნებინათ ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი რომელსაც მოიპარა ჩვენი ხმები უერთდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უითხოვთ პატიმრების გათავისუფლება ცხადია რადგან ჩვენი ძალა არის ერთობაში რაც მოყვა დაძაბულობა რა თქმა უნდა ნუ ახლა დგანან ესენი და რაც უფრო ხალხი რაღაცას ესვრის იძაბება იქიდან და წყობიდან გამოდიან რა თქმა უნდა ეს ის იმ ტკივილთან შედარებით არაფერია რასაც ხალხი 10 დღეა უძლებს What?
აი იმ ხემ რა დაუშავა, მაინც ვერ ხვდები. აი ხემს რატო ჭრიდნენ რა? ეს აი ამ შობის, აი ამ მარხვაში, ამ წირვალე დღესასწაულის დროს, როდესაც მთელი ქრისტიანული სამყარო ებზადება შობისათვის. ესე იგი, მე ვერ გავიგე, მივიდნენ და მაცხოვრისებითი, რა ქვია, გამოსახულებით იქ კუბო დაწვეს ამათმა რა. ესენი არიან კიდე ერთხელ მეორე სექტანტები არიან მეგობრებო. გამოდიან აი ეს სახიობები, აი იმ ახალგაზრდების ბრალიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ბრალიც არის, იმიტომ რომ განათლების სისტემა რომ მოისპო. აი მე ვიყავი, აი ეხა რო ვიყავი ვლადიკავკაში, აი თქვენ ნახეთ ალბათ იქ სკოლაში რომ მივედი, ქართული სკოლაში და ბავშვები, აი ცრემლები მომადგა, იცით? აი ისეთი დღეში ჩავარდი, აი როგორი ბავშვები იყვნენ, ესე იგი რომ გამარჯობას ვერ მოასწრებ. როგორი ქართულად აღზრდილები ერთმანეთს რომ აი ლექსები, სიყვარული, აი ასე მგონია რომ საქართველოს ნახულობ ხოლმე რომ მივდივარ იქ. აი იმ საქართველოს რომელიც მე მინდა აქ ვნახო. და იმიტომ რომ ისინი იზრდებიან პატრიოტულ რაღაცა გარკვეულ გრძნობებზე, იზრდებიან იმ მორალურ ტრადიციებზე. ეხლა აქ მსახიობი რო გამოვა და იმას რო იგინება, დედას რო აგინებს, ბაბას რო აგინებს, ნარკოტიკი რო არის. გაიზარდა ეს თაობა, აი ფილმს რო უყურებს, ყოველდღიურობას ხედავს. აი ესეთები, ეხლა ეს კაცი აი მაინტერესებს, ეხლა რომელი მსახიობი ეს არის სიმართლე რო თქვათ, ეხლა ხო? ითამაშა რაღაცა როლები, გინების იმისი და ამით არის ცნობილი. შეადარეთ მაშინ როგორ იღებდნენ რა ფილმებს. ნახეთ ეთი რა ტექსტებს არ ტყავს აი აქ როდესაც გავუდის. სად არის ეკლესია გამაგები, სად ხარ ხალხო, სად ხართ? სად ხართ ქუჩაში რომ ხოცავენ მართლა თქვი არასწორებო, სად ხართ? სად არის ეგ მოყვასი სიყვარული და სად არის ეგ ქრისტიანული თანადგომა და სოლიდარობა და ასე შემდეგ, სად არის, სად მითხარით? რაღაცა ბრტყელი ფრაზებით ლაპარაკობენ იქ ხატების წინ და სინამდვილეში თვითონ ერთი სიტყვის გააზრების უნარი არ გააჩნია თვითონვე. სად არის ეკლესია გამაგები, სად შემართლა არასწორო შენა რა, ეხლა ბოდიში და სტუდიაში ვართ და იმას არ ვიტყვი რასაც იმსახურებ შენ რა. შემართლა არასწორო. როგორ იღებ ხმას ეკლესიაზე საერთოდ რა? როგორ იღებ? აი ეხლა მე ჩვენ კვირას გვექნება უნიკალური კადრები, მეგობრებო. მე გახდით ვლადიკავკაში, სადაც მოვინახულე პატრიარქის სახლი, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა, ასევე ის ადგილი, სადაც მისმა მშობლებმა ააშენეს ეკლესია და ასევე მე განახებთ უნიკალურ კადრებს. ეს არის საკმაოდ მოცულობითი მასალა, როგორ ჩადის პატრიარქი 97 წელს ვლადიკავკაში, ეს მასალა ჩვენ მოგვაწოდა რობერტ სინდელიანმა, ეს არის იქაური დიასპორის ხელმძღვანელი, ნამდვილად პატრიოტი ქართველი და მე რომ ვლადიკავკაში ვიყავი, მინდა მას მადლობა უთხრა, რომ მისი მეშვეობით მოვინახულე, მე მინდა მადლობა უთხრა ასევე სოფო ციკლაუს, რომელიც არის ასევე იქ საკმაოდ მაღალ მოწინავე პოზიციებზე ქართველი ქალბატონი, რომელიც ბევრწილად დამეხმარა იქ ყოფნისას, რათა გავცნობოდი იქაურ სიტუაციას. უამრავ ქართველს კიდე მადლობა მინდა უთხრა, ვინც იყო და მე აი პატრიარქს ისეთ პატივს სცემენ ოსეთში, აი გეუნებით, თვალზე ცრემლები ადგებოდათ, აი განახებთ ამ კადრებს, კვირას იქნება ეს მასალა აი რუსულ ენოვან გადაცემაში, იმიტომ რომ ეს პატრიარქის მოგზაურობა რუსულად არის. კვირას 9 საათზე შემოგთავაზებთ პატრიარქის ვიზიტს, პატრიარქის სახლს, იმ ეკლესიას, ძალიან საინტერესო მასალები გერით კვირას და ორშაბათსაც და ესე იგი ეს ნაძილები გამოდიან. და ჩვენ ეკლესიას შეურაცხყოფენ. ეს არასწორი აი ვინ ახარ ერთი რა როლი გითამაშია ერთი. რა როლი გითამაშია ერთი მაინტერესებს ერთ იგი თქვენ ხართ მაგინებლები, თქვენ ხართ ნარკოტიკების პროპაგანდისტები, თქვენ ხართ სექსის პროპაგანდისტები რო იყოთ კიდე არა გაუკუღმართებული სექსის პროპაგანდისტები ხართ თორე კიდე ის რო იყოს არა უშავდა პრინციპში ხო და
აი ესეთი ხალხი ხარ თქვენ, რა როლი გითამაშეთ? თქვენ ეროსი მანჯგალაძესთან მიხვალთ ახლოს, გოგი გეგეჭკორთან ახლოს მიხვალთ, ვისთან მიხვალთ ახლოს? მაინტერესებს რომელ მსახიობთან მიხვალთ? ზაქარაი ვისთან მიხვალთ? და ეს ხალხი გამოდის და გამოაცხადებდნენ იმას, რომ აიო ჩვენი მსახიობები, რომელი მსახიობები, რა მსახიობები? მე ყველგან როგორ იშიფრება ეს ვარლამ გოლეთიანი, მაშინ ამას სკეპტიკურად უყურებდი ამ ვაჟბატონს. ბიჭო, კაცი იმისი სასულიერო პირის შვილი ხარ. პიდარასტებთან რა გინდა ვარლამ? აი რა გინდა პიდარასტებთან რატო დგიხარ ვარლამ? ხალხმა რომლებმაც კუბო დაწვეს მაცხოვრის გამოსახულებით, ხალხმა რომლებმაც პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენეს, რომლებმაც ეკლესიის მსახურებს ქაშვეთში შეურაცხყოფა მიაყენეს, ხალხი რომლებიც იცხოვს ერთსქესიანი ქორწინებას, ხალხი რომლებიც LGBT პროპაგანდის მომხრეები, რა გინდა შენ მაინტერესებს? ესე იგი შენ ეს მოგვატყუე ჩვენ რომ გამოდიოდი იქა და ვითომ ამ ნამახვანის წინა ეს იყო ყველაფერი პროექტი, სოროსის პროექტი, რომ ამისგან შეექმნათ მე რაღაცა ლიდერი, რომელიც ებძვის უსამართლობას და რაღაცა. აი განახებთ ეხლა ეს საგალობელს ესე ის მაგარი არის ეხლა ესე იგი კაცი გამოხვიდე რაღაცა იმ სიბინძურიდან და მე საგალობელი და ქართული ხალხური სიმღერა იმღერო და ეს ვარლამ გოლეთიანიც რო დავინახე ის მივხვდი უკვე რაშიც იყო ამ სიმღერას სოდომისტებთან არ მღერიან. ქართულ ხალხურ სიმღერას მღერიან კაცებთან, პატრიოტებთან და ნამდვილ ვაჟკაცებთან. კალგოტკიან კაცებთან და ლესბოსელ ქალებთან და მაცხოვრის დამწველ ადამიანებთან ამ სიმღერებს არ მღერიან. და არც სვანური ქუდი ახურავთ იმ ადამიანებს, სადაც იქ შეურაცხყოფენ იმ ჩვენ ტრადიციებს და ეროვნულ ფასეულობებს. რა გინდა თქვენ თუ ქართველები ხართ იქ? მაინტერესებს რა გინდა თქვენ, სადაც ყველა თითეული ის პარტია მომხრე არის იმისა, რომ საქართველოში ესე იგი LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი მიიღოს. აი ეგ ხალხი მაგიტო გამოდის. მაგენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებს აი ამ LGBT გარყვნილებასთან დაკავშირებით გავქვე. რა გინდათ? მაინტერესებს თქვენ რა ხალხურ სიმღერებს ღერით მათ? შეიძლება ხალხო ეხლა ბოდიში ისევ ამ მონანიებას მინდა დაუბრუნდე. ეშმაკსია ხელით ახსარებაზე? ეშმაკსია ხელით ახსარებაზე? ან თქვენ სად მიხვედით? ეს გზა ტაძრამდე მიიყვა საქართველოს, სადაც თქვენ გახართ? გზა, რომელიც ანადგურებს ჩვენ ფასეულობებს, გზა, რომელიც ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს ანადგურებს, გზა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენ უწმინდეს პატრიარქს და ჩვენ სასულიერო პირებს. ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ ტაძრამდე? მაინტერესებს გეკითხები თქვენ, რა გინდა თქვენ იქ? მაგრამ ყველაფერი ნათელია, მეგობრებო, ყველაფერი ნათელია. ეს არის იმისათვის, რომ ადამიანები შეცდომაში იქნენ შეყვანილი, რომ კიდევ უფრო მეტად დაბრკოლებაში ჩავარდნენ ადამიანები. აი ამაზე არის ეს გათვლილი. აი ხა ეს რა ხალხი უჭერს ხალხს ამ აქციას? ეხლა წარმოგიდგენთ ერთ-ერთი პორნო პოეტი ზაზა ბურჭულაძე. არ ყოფილვარ პირდაპირ ეთერში და ალბათ კიდევ დიდხანს არ გამოუჩნდებოდი. მაგრამ რეალობა გვაიძულებს, რომ ყველანი ვიდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია. ქარიშხალი დღეს არის საქართველოში, ეს არის უმძიმესი დღეები ჩვენს ისტორიაში ზოგადად, არა მარტო უახლეს ისტორიაში. ჩვენი მზე ჩაყლაპა გველეშაპმა. და ეს არ უნდა დარჩეს მის მუცელში. ეს ერთი. მეორე, უბრალოდ მონუსხული ვარ, მოხიბლული და გაოგნებული ვარ ჩვენი მომავალი თაობით, ახალგაზრდებით, რომელმაც საერთოდ დაიწყეს ეს მუხტი, ნაკვერჭყალი და აქედან აგიზგის და ის ცეცხლი, რომელიც ახლა თქვენ თქვით ქალაქი, მაგრამ ალბათ ეს წამოწდენა იყო, ეს არ არის მარტო ქალაქი, ეს არის ქვეყნის ამბავი
რომელიც მოედო მთელ ქვეყანას, მთელ საქართველოს და აი ამ უსამართლობის განცდამ, რომელიც გვახრჩობს თითოეულს არა მარტო საქართველოში ცხოვრებს, არამედ მის ქვეყნის გარეთ ცხოვრებ ადამიანებს შეიძლება კიდევ უფრო, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ ვერ ვიღებთ ფიზიკურად მონაწილეობას ან და დამიჯერებთ ბევრად უფრო რთულია ამის ატანა. ეხლა ხო უსმენთ ამის მგზნებარე გამოსვლას, მეგობრებო. ეხლა მე განახებთ აი ამ ვაჟბატონის გამოსვლას და ეს რომ გამოყავდა დიდი სამბით აჩვენებენ ამ ვაჟბატონს თავიანთი რაღაცა თითქოს ესე იგი ეს არის და რაც არის. აი ეხლა ეს ამისი საერთოდ ძალიან მიმძიმს ეხლა თქვენთვის წარმოდგენა ამ ყველაფრის, მაგრამ უნდა მაინც გაჩვენოთ ეხლა, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია. აი რა ეს კაცი რომელიც აი ამ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, ვინ არის არ გაინტერესებთ, ეხლა მინდა განახოთ ფრაგმენტი მისი ლექსებით. ინტელიგენციის და აი ამ ჯენზის თავზე ჩემთვის ქალები ორ ნაწილად იყოფა. ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ, ვინც იგუბებს უკეთეს მინებს აკეთებს, ვიდრე ის ვინც ყლაპავს. დასაკვირველია ეს კანონზომიერება სულაც არაა. უბრალოდ ჩემი გამოცდილებით ასე ვიცი. მაგალითად ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინებს ქალღმერთებით აკეთებს. რომ ვათავე პირის პერმიტებსება, გული კი ლოცვებით. აი ესაა ნამდვილი მინეთი, წმინდანთა დისციპლინა. პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში ყლე. ასევე აი ამ ჯენზის თავ ბიჭო ამდენი ბოდიში და მეპირფალოსე რო ვიხმარო სიტყვა კაციშვილი ვერ მიხვდება და ამიტომ გასაგებიენად გიტყვით ამდენი მინეჩიცა სად შეიკრიბეთ ერთად რა ერთი არის ეს ისა გირჩი ზურაბა რომელიც ესე იგი კაცი იძახის რომ მე სიამონება უნდა მოგანიჭეთო ეს კაცი აგერ გამოდის და ასეთ რა აი ეს არის ამათი იდეოლოგები ბატონო მურმან რომ გამოდიხარ და ახალგაზრდებს უჭერ აი ამ ხალხს უჭერთ ხართ ამ მინეჩიცებს უჭერთ ხარ თქვენ ნანი ბრეგვაძეს მინდა მივმართო ვერ გავიგეთ თქვენ აი ამ ადამიანებს ამ ადამიანების გვერდით გახართ რომლებიც აი ესეც საშინელი მე ბოდიშ ვიხდი მაყურებლის წინაშე მაგრამ ეხლა რომ ვიძულებული ვარ ვანახო რა ხალხი დგას აქა ესე იგი აი არ მზარავს მაგრამ ესე იგი აი ეს კაცი მამუკა ხაზარაძემ დააჯილდოვა საბას პრემიით არაერთხელ. მამუკა შეც ეგეთი ხარ ბოდიში, მეპირფალოსე ხარ? ყველა მეპირფალოსე, ესე იგი საქართველოს უპირისპირდება მეპირფალოსეთა არმია, მეგობრებო რა. იქით გირჩი ზურაბა, აქით ეს რა ქვია ეს ბურჭულაძე მე მაინტერესებს კიდე ერთი იცით რა ყველა იფიცებით და ეს ნაცმეძავები როდის იფიცებით რაღაცა ვერ მოვკარით თვალი ერთი რომ თქვენ როდის გამოდიხართ აიტიშნიკები გამოვიდნენ იქ მსახიობები გამოვიდნენ ერთი 20 კაციანი დელეგაცია აი ეს ქართველ ჟურნალისტთა მეძავეთა ოცეული როდის გამოვა ერთ-ერთის თამადობით ვერს რო ყვირის რა როდის ჩაივლით ერთი თქვენ რა ხალხი აი ამით ახართ აღტაცებული თქვენ ეს არის ქართული ინტელიგენცია ეს არის ქართველი პოეტები მაინტერესებს რომლებიც ესე იგი თურმე იმითი არიან აღტაცებული რომ რაღაცა პირში ვიღაცა რაღაცას იგუბებს თქვენ საწოდავებო თქვენ არც იმის თავი გაქვთ კაცობა თქვენ არა გაქვთ ქალობა თქვენ არა შეგზიზღდება ყველაფერი რა მართლა რა და ამ საქართველოს ეტრფი თქვენ სპორტსმენებო მაინტერესებთ აი ეს არის ამ ქართველების გვერდით გახართ თქვენ აი ამ მინეჩიცების გვერდით გახარ თქვენ ნაძირლებო თქვენა აი სპორტსმენებს მინდა მივმართო ეროვნული ნაკრების მაისური რო არ გია თქვენ უნდა გაიხადოთ ეროვნული ნაკრების მაისურები რა თქვენ არ ახართ ღირსი საქართველოს ინტერესები დაიცვალ თქვენ არაკაცებო თქვენა თქვენ საქართველოს ტაში იმიტომ გიკრავდა რომ მეპირფალოსეებისთვის დაგეჭირათ ხარი ვინ ახართ სად გაიზარდეთ ან რა მშობლები ყავთ ესე იგი გეშინიათ იმითი რომ ლიბერასტები ბულინგში თქვენ საქართველოს ტერი რო შემოეციოთ ერთ ადგილს უჩვენებთ ალბათ და დაწვევით ალბათ იმისი გეშინიათ რომ ვიღაცა რაღაცას დაგიწერთ რომ აი როგორ არ გამოდიხართ და რაღაცა ხო შევარცხვინე მე ყველა ის ქართველი ვინც საქართველოსთვის ძნელბედობის ჟას საქართველოს წრების გვერდით დადგა მე აქამდე ვცლიდი აი გამარჯვებას არ ვეტყვი იმ ადამიანს ვინც
არც ნათესავი მინდა, არც ახლობელი მინდა, ვინც ნაცების გვერდით ადგას. ჩემთვის ყველა მოღალატე არის. არც ერთ სამსახურში ნაცი არ უნდა იყოს. არც კერძო, არც სახელმწიფო სამსახურში. არ იმსახურებ თქვენ ამას. დღეს საქართველოს აი ბეწვის ჯერ კიდე ჩვენ არ გაგვივლია ეს სამშვიდობო ჯერ კიდე არ გავსულვართ, მაგრამ შეიძლება ხალხო აი ამ ხალხის გვერდით გომა შეიძლება არ მინდოდა ამის ჩვენება, მაგრამ მაიძულეთ ეხლა, იმიტომ რომ ეს პრინციპში განაშვებიც კი მაქვს ეს მასალა, მაგრამ შეიძლება აი ამ ვითომ ღდელი სონღულაშვილი, რომელიც ვერ გავიგე საერთოდ ვინ არის ეს რა არის. აი ეს კაცი გამოვიდა, ნახეთ ერთი რა ტექსტები დაარქვა. როცა ვინმე სცემენ ქრისტეს, როდესაც ვინმეს აწამებენ ქრისტეს, როდესაც გოგონებს ჭავლიან სიწყალს ასხამენ ქრისტეს, როდესაც ადამიანს გაუპატიურებით ემუქრებიან ქრისტეს, ეს არის ადამიანის ღირსების შენახვა. ჩვენ როგორც სასულიერო პირები, სხვადასხვა რწმენის, სხვადასხვა წარმოდგენების, სხვადასხვა ჯგუფის წარმოადგენლები ერთად დგევართ, რადგან გვიჯერა რომ ღმერთი ერთია, სამშობლო ერთია, ადამიანობა ერთია, წარსული ერთი გვაქვს როგორც ადამიანებს და მომავალიც ერთი გვაქვს და ვიდრე აქავარ, ვიდრე პირში სული გვიდგია, ჩვენ გვჭირდება თესოთ ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა კიდე ის არის, როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას არ მიაყენებს. მე ვერ გავიგე ერთი წამით, ეს საქართველოს სექტანტების თავშესაფარი უნდა იყოს. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ასეთ ადამიანებს ძალიან მკაცრად ექცეოდა. ეს არ არის სასულიერო პირი, ეს არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი და საერთოდ კაცი მშვიდობაზე ლაპარაკობს და პოლიციელებს წვავენ, მთავრობის ხელს უკიდებენ და ეს თურმე მშვიდობა არის, მაინტერესებს. გაპარსეთ ეგ წვერი და გააგდეთ ეს ნაძირალა საქართველოსთან. ვინ არის ეს იდიოტი მართლა რა? ეს ვინ არის საერთოდ როდემდე უნდა უთმინოთ ამ ადამიანებს ჩვენ? ვინ ახართ ხალხო თქვენ საიდან მოხვედით მართლა ამ ქვეყანაზე ვერ ხვდები რა. მე ძალიან გამიგზელდა ეს შესავალი სიტყვა, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, 2 კვირა ფაქტობრივად არ შეხვედრი ვარ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ეს დაგროვილი ჩემი ემოცია არ შემეძლო რომ თქვენთვის არ გამეზიარებინა და ძალიან აღშფოთებული ვარ მე იმ ხალხის პოზიციით კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს წმენდა ყველა მხრივმართულებით, კულტურის, ხელოვნების და მე ვფიქრობ ასევე ის სპორტსმენები, რომლებიც უჭერდნენ მხარს საქართველოს ტრებს, ისინი აღარ უნდა იცავდნენ საქართველოს ღირსებას. ჩვენ უნდა აღზარდოთ ისეთი თაობა, რომლებიც საქართველოს არ უღალატებს რა. აი წარმოგიდგენიათ თქვენ საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელს, მაგალითად სლავა მეტრეველს, მაგალითად მურთას ხურცილავას, მაგალითად ვლადიმერ გუცაევს გამოსულიყო და ეთქვა და ქვეყნის მაშინდელი ჩვენი სამშობლოს პოზიციის საწინააღმდეგო რაღაცა ეთქვა. მაგას ნაკრებში გამოიძახებდნენ იმის მერე? გინა სხვა სახეობებზე მაქვს საუბარი. თქვენ წადით შვილო და აი მინეჩიცების ნაკრებში ითამაშეთ რა. აი ჩამოაყალიბებს გირჩი ზურაბა მალე ნაკრებს და თქვენი ნაკრების წვდელი იქნება მინეჩიცა ბურჭულაძე, მინეჩიცა აი ეს ბოდიში და ზურაბა და იქ ითამაშეთ თქვენ. თქვენი ადგილი იქ არის, იმ ნაკრებში არის. თქვენი ადგილი არ არის საქართველოს ნაკრებში. იმიტომ რომ თქვენ ქართველი ხალხმა ტაში რო დაგიკრათ, თქვენ თავში აგივარდათ. და იმ ხელოვნებს კიდე რომლებიც აი მე მიკვირს რა 27-ში კიდე სხვა დრო. იცით რა არის? აი სტალინის რეპრესიებს რო ახსენებთ კიდე, ხო? სტალინის რეპრესიებს. აი ესეთი მოღალატეები იყვნენ მაშინაც იმ სტალინის დროს. ესენი ეხლა ძველი დრო რო იყოს, დასახრეტები ნამდვილად არიან. კი, ეხლა ქრისტიანულად ადამიანის მოკლა არ არის სწორი, მაგრამ დავით აღმაშენებელი და თამარიც მოღალატეებს სარებზე სვამდნენ. და მაგიტო დაწერა მე დავითმა გალობაი სინანულისაი. კაც რა ქონდა გალობაი სინანულისაი დასაწერი ქვეყანა გააერთიანა. აი ეხლა ესენი სარებზე არ უნდა გასვა? მე არც ნანი ბრეგვაძე მენანება ამისათვის, არც მურმანა ჯინორია და არც კიდე სხვები. მურმან ჯინორია ჩემში მოკოდა უკვე. იმიტომ რომ რო ამოტრიალებულიყო საქართველოს ბატონო მურმან, მე რა სიტყოდით მაინტერესებს. ბოდიშს მოიხდიდით? თქვენ ბოდიში არ მოგიხდიათ არც 92 წლისათვის, როდესაც საქართველოს დაამხეს და გაპატია საქართველოს მოსახლეობა და არც მე თქვენ ერთხელ უკვე ერთი რაღაცა ჭამეთ. და კიდე ახლა მეორე ჭამა მოზე წახვედით კიდე.
თქვენ ხართ მოღალატეები. საქართველოსთვის ყოველთვის იბრძოდა საშუალო ფენა. საქართველოსთვის თავწირავდა საშუალო ფენა. ეს ფეოდალები, ეს გაზულუქებული ადამიანები ყოველთვის იყვნენ საქართველოს მტრები. ჩემთვის ასევე მიუღებელია იმ ხალხის პოზიცია, შეიძლება ზოგი არ გამოსულა და ესე იმათვის არ დაუჭერია მხარი, მაგრამ გაყუსულები რო იყავით, ხმას რატო არ იღებდით? მაინტერესებს. 1-2 ადამიანის გამოკლებით. კაი ტელევიზია არ გიწევდათ სოციალურ ქსელში მაინც დაგეწერათ, ხო? მინდა მსახიობებს მიმართა მრავალი სხვა. ერთი ქართული ოცნების იმაზე რომ წამოსკუპტებით პირველ რიგებში და ბოდიში და იმაზე ჭიხას ვერ გაგაგდებინებთ და ყბაში ბარკას ვერ გაგაგდებინებთ. მაინტერესებს ერთი თქვენ რატო არ გამოხვედით ერთხელ და რატო არა თქვით სიტყვა რომ არ შეიძლება დამხობა, არაკანონიერია, არ შეიძლება ესე სად იყავით თქვენ მაინტერესებს. მე კი ვიცი სადაც იყავით ეხლა იმას ერთი უყურებდით ვაიმე რამე რო შეიცვალოს გადავსკუპდეთ იქაო რა ჩვენ არც მილიონები მიგვიღია ყოველთვიურად არც პრივილეგიები არაფერი არ მიგვიღია ამ ხელისუფლებიდან მაგრამ ყოველთვის გადამწყვეტ მოვეჩი სახელმწიფოებრივად ვაზრობთ თქვენ ვინ ახართ საერთოდ არ ვიცი ძალიან აღშფოთებული ვარ იმიტომ რომ ამდენი ღალატის ყურება უკვე აღარ შემიძლია სიმართლე რო გითხრათ რა ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სამართლის ექსპერტი, უფლებადამცველი ადვოკატი ბატონი ალექსანდრე კობაიძე. ბატონი ალექსანდრე ძალიან აღშფოთებულია ჩემს გავსად და მასაც უნდა რომ გითხრა თქვენ, მასაც დაუგროვდა სათქმელი და აი რა სიტყოდით ბატონო ალექსანდრე, როდესაც აგერ ხედავდით უკანონო, ესე იგი ჩვენი კოლეგების გამკვირვებია რა, რომ გამოდიოდნენ და პოლიციელებს რომ ამტყუნებდნენ. მე არ ვიცი, აი საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში ვინმე ამას აპატიებდა, რასაც ახლა ესენი აკეთებდნენ? რუსთავზე, აი ამ კმედებს. თავზე ხელს გადაუსმევდნენ. მოგესალმებით. მე მინდა გავაგზავნო თქვენი პათოსი, ბატონო ნიკოლოს. აქ ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ ყველაფერი არის ფარისევლობა, რაც ამ აქციებზე ხდება. ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ეგრეთ წოდებული ვარლამ გოლეთიანი, რომელიც თითქოს და ქართული საქანძურისთვის და ქართული ღირებულებებისთვის იბრძოდა, იდგა აქციაზე და ჩვენ ვიხილეთ სექტანტები, რომლებიც ასევე აქციაზე დგენან და მათ ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ესეთი რაღაცა, ესეთი აქცია ისტორიას არ ახსოვს ჩვენს უახლოეს ისტორიაში, როდესაც ესე ვთქვათ, მგელი და კრავი, ანუ მგელი და ცხვარი მდგარიყოს ერთად. როგორ შეიძლება რომ ესეთ აქციას უწოდოთ ჩვენ, რომ ქვეყნის საკეთილდღეოს აქცია? ეს ხომ წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ახსენა, რომ ეგრეთ წოდებული, რა ქვია, LGBT საზოგადოება და თან იქ გალობა ისმოდეს, ესენი იდგნენ ერთად. ეს ხომ ყველაფერი ფარსია და ეს ხომ წარმოუდგენელია რაც ხდება აი ამ აქციებზე. დღეს TV პირველმა გაავრცელა ესეთი სიუჟეტი, რომ თითქოს და ის კუბო, რომელიც დაწვეს, სადაც მაცხოვრის ხატი იყო გამოსახული, თურმე იესოს ხატი კი არ იყო, ერთ-ერთი ჩინელის გამოსახულება იყო, წარმოგიდგენიათ? და რა დონის მარაზმია, რომ აჯერებენ, რომ ერთ-ერთი ჩინური მითოლოგიიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პერსონაჟის გამოსახულება იყო და არა თუ მაცხოვრის სახე იყო. აი ესეთ მარაზმში არიან უკვე გადასულები. მაგიტომ მე ვეუბნები კიდევ ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ აქციაზე გეხართ. გონსმოდით. ვის გვერდით გახართ? აი ეგერ გამოვიდა ეხლა ეგრეთ წოდებული მწერალი და მოგიწოდათ რომ აქციებზე უნდა გახვიდეთ და მის გვერდით უნდა დადგეთ რომელმაც გაახცნა ჩვენი ქვეყანა წაბილწა თავიანთი ეგრეთ წოდებული თავის უსაზღვრო თავისუფლებით და რეალურად ეს უსაზღვრო თავისუფლებაა თუ ეს ეშმაკის განსახიერებაა რასაც ისინი აკეთებენ სოდომი და გომორი სხვა რამე არის გარდა იმისა რასაც ახლა ჩვენ ხედავთ სამწუხაროა რომ ბევრი ადამიანი რომელიც აქციაზე დგას და ბრმაიარაღად არის გამოყენებული ეგრეთ წოდებული ოპოზიციასგან ეგრეთ წოდებული იმ ჩვენი ჭყალებში დასავლელი პარტნიორებისგან რომლებიც ამ ყველაფერს აღვივებენ კრიტიკულად არ უდგებით თქვენ საკითხს და ისწავლეთ კრიტიკული აზროვნება ხალხო თორემ აქციის გაკეთებას ჩვენ ვერავინ დაგვასწრებდა
ჩვენ რო აქციებს ვაკეთებდით, ვინ აკეთებს ისეთ აქციებს? და ვინ აკეთებდა ისეთ აქციებს? მაგრამ ეხლა დრო არ არის აქციების გაკეთების. ეხლა ისე როგორც არასდროს მართლ პარტიას ჭირდება გვერდში დგომა. და არ ჭირდება ეს დებოშები, როგორც ეხლა ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვხედავთ. ეს ყოველივე არის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. და თუ ესე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგალითად დღეს კიდე ევროკავშირის ევროკავშირიდან ჩამობრძანდნენ დეპუტატები და უნდათ რომ აქციაზე ხვალ გამართულ აქციაზე შეიკრიბნონ. და რა უნდათ მათ? თქვენ გაგიგონიათ ეგეთი რაღაცა ხალხო? რომ ხელისუფლებას არ ხვდებიან ჩვენი ეგრეთ წოდებული პარტნიორები ევროკავშირის წარმომადგენლებიდან და ხვდებიან ოპოზიციას და გამოდიან აქციაზე. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს ხომ ყველაფერი უკვე ნათელია, რომ ეს დადგმულია. და სწორედაც რომ ჩვენთან უნდათ რომ მაიდანი მოეწყოს, რევოლუცია, დამხობა, პუტჩი, რაც გინდა ის დაარქვით. ქართველი წინააღმდეგ უნდათ რომ დაგვაპირისპირონ. და თქვენ რა შვრებით ამასობაში? რა შვრებით ის ადამიანები, რომლებიც ამდენი 10 წლეულების განმავლობაში ჯერ ნაციონალების დროს იყავით ხელისუფლებაში, მერე ქართული ოცნების დროს იყავით ხელისუფლებაში და ეხლა ისევ გადაბარგებას აპირებთ, ხო? შემირცხვენია თქვენარი ადამიანებისთვის. სულ ვეუნდებოდით ქართულ ოცნებას, რომ ეგეთი ადამიანები დაღუპავდნენ. აი დუტა სხილტრაძე და ძმანი მათზე მაქვს საუბარი. და ფაქტიურად ცდელობა რომ დაღუპონ დილით აქციებზე დგანან და საღამოთი უпростоრად დილით სამსახურში არიან და საღამოთი კიდე აქციებზე დგანან საჯარო მოხელეები. ეს ნორმალულია ხალხო? და ხელფას იღებენ კიდე საჯარო სამსახურებიდან. თუ არ გინდა საჯარო სამსახურში მსახური, წადი მაშინ და გაიწიე. ეგაც არ უნდათ. ამიტომ დაფიქრდით, ყველაფერი არის ფარსი. ესეთი საზოგადოების წახალისება არის დამღუპველი. და სწავლა, რომელიც ჯერჯერობით სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ლექტორატი ძალიან დიდი შეცდომით ხდება ის, რომ სწავლა აღარ არის უნივერსიტეტებში. და ეს ახალგაზრდები არიან ქუჩაში. შეგნებულად ჩაუკეტეს უნივერსიტეტები და გამოუშვეს ქუჩაში. ამაზე პასუხი ვის მოეთხოვება? როდესაც დედას გონია, ანუ მშობელს გონია, რომ მისი შვილი არის უნივერსიტეტში ან სკოლაში, უცბად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდები არიან ქუჩაში. ეს არის თუ არა ბრმად გამოყენება ამ ახალგაზრდების? ის პროპაგანდა, რომელიც სრულად არის ჩართული და აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროპაგანდა ამ პროპაგანდამ რომ იმუშაოს, ვერ ხვდებით? რამხელა თანხები იხარჯება ხალხო? მე პირადად შოკში ვარ, იმხელა თანხები იხარჯება. გვარამიას 89,000 ლარი ქონია თვეში. წარმოგიდგენიათ? თავარი არხში, როდესაც მუშაობს ადამიანი 89,000. დღეს თავარი არხის დაფუძნებელმა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ოქიაშვილმა განაცხადა, რომ 99,000-მდე აძლევდა ბატონ გვარამიას. თქვენ წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე? ხო და გოსმოდით, ამხელა თანხები რო იხარჯება PR კამპანიაში. რატომ იხარჯება? რატომ აქვს გვარამიას ამხელა ხერფასი? რატომ აქვს გაბუნიას ამხელა ხერფასი და კიდე სხვაებს? სწორედ იმიტომ აქვს, რომ ჩვენ თავები გამოგვირეცხონ. მაგაზე დაფიქრდით. და თუ არ გვინდათ, რომ თავები გამოვირეცხოთ და გამოგვირეცხოს ვინმემ, უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება. და არა ისე რომ ტაში დაუკრათ ევროპა გვინდა და 35 წელია უკვე თითქმის ტავს უკრავთ რომ ჩვენ ევროპა გვინდა და რა მივიღეთ ევროპისგან? არც არაფერი. მარტო ხან მაპზე უარესი, ან მაპზე უკეთესი და მსგავსი რაღაც ესე ვთქვათ ფარატი და სიტყვები მივიღეთ. ამიტომ ვიძახით რომ ჩვენ სადაც ღირსება არ გვექნება, არც ევროპა გვინდა და არც ერთი კავშირი არ გვინდა.
ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ჩვენი თავი ჩვენო გაკუთვნოდეს ამას უნდა მივახციოთ აი ახლა არის ძალიან კარგი დრო არ გამოუვათ ის რასაც ახლა ცდილობენ რევოლუცია არ იქნება და ვერ იქნება ჩვენს ქვეყანაში დამთავრდა რევოლუციების დრო ეხლა კიდე ძალიან ბევრი უცნაური და კურიოზული ფაქტები მოხდა ბატონო ლექსო საქართველოში რა მე მინდა რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ რა მე არ ვიცი ესეთი რამე მე არ გამიგია ცოლი იყოს ნაციონალების მხარეს ქმარი იყოს სახელმწიფო სამსახურში ესე იგი ჩეხეთში და ჩეხეთში სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩმა თეა მაისურაძე მინდა ეს სურათი ვანახოთ ქალბატონი თეას სურათი ამ ქალბატონმა მე არ ვარო მომხრეო საქართველოს აცდაო ევროპის გზასო და მეო ვემიჯნებიო საქართველოს ხელისუფლებასო და გადადგა ეს ქალბატონი ეხლა ეს ემიჯნება ამ ხელისუფლებას მეგობრებო გასაგებია ეს ყველაფერი ქალბატონი თეა ემიჯნება თურმე ამას და ეხლა გასაგებია რომ ემიჯნებით ქალბატონო თეა მაგრამ თურმე სხვაგვარად აქვს საქმე ჩვენ სხვა მიმართულებით აი ხა ეს ვაჟბატონი მინდა რომ ვანახოთ ეს არის თელავის მერი ანდრიაშვილი ეს არის ქალბატონი თეას ქმარი ესე იგი ქალი ეს ცოლი ემიჯნება იმას რა ქვია ხელისუფლებას რომ საქართველოს ევროპულ გზაზე აღარ მიდისო ქმარი არის თელავის ისა მერი ანდრიაშვილი ეხლა რა ვერ გავიგე სიმართლე რო გითხრა ეხლა შეიძლება ეგეთი რაღაცა ხალხო ქვეყანა გვემხობა თავზე ქვეყანა თავზე გვემხობა საქართველოში მზადდებოდა პუჩი სახელმწიფო გადატრიალება და ეს ეხლა რაც ამ ქალბატონმა იკადრა ამ თეა მაისურაძე აი ხა ნორმალურ ქვეყანაში ამ ქალს დაიჭერდნენ ციხეში ამუალპობდნენ ციხეში ეს იგივეა ბრძოლა მიდიოდეს და მეზარბაზნები გაიქცეს ბრძოლის ველიდან და თქვან რომ ჩვენ არ გვინდა ერეკლე მეფის ლაშქარში ბრძოლა ჩვენ არ გვინდა დავითის ლაშქარში ბრძოლა იმიტომ რომ დავითს მიყავს საქართველოს დაღუპვისაკენ გამომძანდა ეს ქალბატონი რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირია ქვეყანაზე მიდის არნაყული შეტევა და გადადგა და აგერ ეს ეხლა ვაჩვენოთ ეს ანდრიაშვილი ბატონო ანდრიაშვილო ან თქვენ გაემიჯნეთ თქვენ ცოლს ან კიდე თქვენ გაემიჯნეთ ან ბოლო რაღაცა ჩამოყალიბდით ოჯახში ვერ გავიგე ხალხი დაფნეული არის სასაცილო კი არ არის სატირალია მეგობრებო ეს სიტუაცია რა შეიძლება ხალხო ცოლი იყოს ესე იგი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ქმარი ამხელა ქალაქის ერეკლე მეფის ქალაქიდან მყავდეს ესე რა ქვია წარმომადგენელი ხალხო ჰა ერეკლე მეფის უდიდეს ამხელა თელავიდან კაცი იყოს ესე იგი მეორესაც მეზარბაზნები არ ყავდა არა ხო და არ ვიცი ახლა აი ბატონო იცით ბატონო ლევან ანდრიაშვილია ეს ვაჟბატონი მე როგორც ვიცი რა ხო და მე რო ანდრიაშვილო მინ მოგმართავ თქვენ რა თელავის მერზე მაქვს საუბარი ლევან ანდრიაშვილს მინდა მივმართო რა ან თქვენ გაემიჯნებით თქვენ ცოლს ან ბოლო ჩვენ გაგემიჯნებით თქვენ მინდა ამ კაცს მივმართო რა ჩამოყალიბდით ოჯახში ბოლო რა ჩამოყალიბდით ოჯახში რა არის ეხა ესე შეიძლება კაცო ეს ყველაფერი გაგრძელდეს არ ვიცი ეხა რა რამდენი ხანი უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი შეიძლება აი ეხა ესეთი რამე ეს არის ერთი შემთხვევა თქვენ რა გონიათ ეს ეხა მე მაგალითად მოვიყვანე ეხლა მეორე შემთხვევას გეტყვის დღესდღეობით სამწუხაროდ ძალიან ცუდი ფაქტი გავრცელდა რომ ერთ-ერთი მოსამართლე რომელსაც მე სოლიდარობას უცხადებ მისი და გამოვიდა თქვენ წარმოიდგინეთ და თქვა რომ მეო ვემიჯნებიო ჩემი ძმის გადაწყვეტილებებსო ცაცუაზე მაქვს საუბარი არ ვიცი თქვენთვის არის თუ არა ცნობილი ეს ბატონი მე მას პირადად სოლიდარობას უცხადებ იმიტომ რომ ის მოქმედებს ისე როგორც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს მოსამართლემ და მოსამართლემ უნდა იმოქმედოს კანონის პარაგრაფებში და კანონის მიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მისი და გამოვიდა საჯარო სივრცეში ხალხო და საჯარო სივრცეში თქვა რომ მისი ძმის გამო იხდის ბოდიშს აი ამ დონემდე მივედით რომ აი ესეთ აი ბულინგმა გამოიწვია ის
რომ აი ესე ოჯახები ერთმანეთს გადაკიდა. ოჯახის წევრები ერთმანეთს გადაეკიდნენ. და ჯერ ესეთი რა ვიცი, მე არ ვიცი, ესეთი დაძმობა, ან ეს რა დაძმობა, ან რაც სოლქმრობა, ეხლა რაც ბატონი ნიკოლოზი საუბრობს, რომ რაღაცა საკითხი ოჯახში არ გაარკვიო და ოჯახში ვერ დაალაგო. ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირები, ეხლა ელჩი არის, ხო, აქ, რა ვიცი, სახელმწიფოზე საუბრობთ. მე რიხარ, ბოლო, ეროვნულ ინტერესებზე საუბრობთ. როგორ შეიძლება ესე რომ ესე ვთქვათ, ერთი ოჯახის წევრი სხვას გაკიოდეს, რადიკალურად სხვა განსხვავებულ პოზიციას, მეორე სხვას. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები ვაკონტროლოთ. და არ შეიძლება რა, პატივი უნდა ვცეთ. ლოგინშიც? ყველგან უნდა აკონტროლოთ ეხლა. არ ვიცი ეხლა, ბოლო, ყველგან. არა, რა უნდა გავაკეთოთ, ეხლა ვერ გავიგე. ჩვენ მეტი რა უნდა ასე რატო გეზიზღებათ სხვა ადამიანები, ვინც თქვენი გაიხედეთ ხალხო და სხვა დანიშნეთ ამელჩად, მე რაც სხვა დანიშნეთ. ჩემთვის ეხლა კიდე ძალიან დიდი უცნაურო და მოულოდნელობა იყო, რომ დაინიშნა ხალხი, აი, როდესაც ეხლა არ მინდა გვარსახელების დასახელება, კრიტიკული მომენტი რო იყო, ხელისუფლებას უღალატეს. და მე ეს ხალხი კიდე წარადგინეს, კაცო. ვიცი ეგეთი ხალხი, ეხლა მე ზოგჯერ რო არ ვასახელებ ერთს, ხო, მე ერთხელ თქვი ერთზე რომ მეთქი თქვენ პიდარასტებო მეთქი და ხუთმა კაცმა თავის თავზე მიიღო მირეკავ და მე რა ჩემზე რატო იგულისხმევ? თუ პიდარასტი არ ხარ, რატო გულისხმობ შენ თავზე რა? ერთ პარტიაზე ვთქვი რაღაცა და ხუთმა პარტია მიიღო თავის თავზე და მე ვერ გავიგე თუ თქვენ უნამუსოები არ ხარ და თუ პიდარასტები არ ხარ და ჩათალახები არ ხარ და დაძილე და მე პირფალოსები არ. ეხლა მე ვერ გავიგე, რატო არის დღემდე ეს კაცი თანამდებობაზე, ეს ანდრიაშვილი რატო არის? გადადექი ბატონო ლევა, რა გინდათ ამ თანამდებობაზე? თქვენი ცოლი თუ ან ვერ გავიგე რა უბედურებაა, რა არის ესა? მოლოტოვის ცოლი რო იყო მონაწილე რაღაცა იმ გარკვეული არასახელმწიფო ანტისახელმწიფო ვერმისი მოლოტოვი გაშორდა თავის ცოლს. ან გაშორდით თქვენ ცოლს? ან გაემიჯნეთ თქვენ ცოლს ბატონო ლევან? ან ბოლო რაღაცა ქენით დააყენეთ საშველი. არ შეიძლება კაცო, ეხა მერი თანამდებობი ვართ, ეხა პატარა თანამდებობაა, მეგზევე ხო არ არის კაცო ესა რა. და ეს ეხლა მე ამაზე კი არ ვარ ჩაციკლული მანდამაიც ამ ანდრიაშვილზე და ამ იმაზე კაცო თეამაისურაძეზე. ჯერ შევარცხვინე მე ის ქალი და ის ელჩი, რომელიც ქვეყნის რო უჭირს იმაში გადადგა. მე ვფიქრობ ხელისუფლებამ აუცილებლად ეს ხალხი უნდა დაიჭიროს. იმიტომ რომ სამსახურეობრივ არა გულგრილობა არ არის სახელმწიფოებრივი. გულგრილობა კლასიკური ასე. აი გულგრილობა, ეხლა ეს თეამაისურაძე ეს ჯინჯოლავა თუ მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა თანამდებობის პირები, რომლებმაც აი ამ კრიტიკულ მომენტში სახელმწიფო ღალატი ჩაიდინეს. სახელმწიფო ღალატი ხა რა თქმა უნდა ეს პირობითად არის ჩვენ ვაფასებთ რომ ხა სახელმწიფო ღალატი არ არის, მაგრამ გულგრილობა ჩაიდინეს, უღალატეს ქვეყანას, უნდა დაისაჯონ ეს. ეხლა ვიღაცა იტყვის ეს არის თუ პროკურატურა იმუშავებს, ამის გამოკვეთა შეიძლება და ეხლა თუ არ იმუშავებს, ვერც ვერაფერს ვერ გამოკვეთავენ. გესმით თქვენ? და იცით რა, მე მინდა რომ ამ ხელისუფლებას მივმართო რა. აი, დაინახეთ ხალხო, ის ხალხიც, ვინც ბოლო რაღაცნაირად გვერდში გიდგას. უდგას ხო. გვერდში. აგერ ეხლა ეს კაცი არის ბატონი ლექსო კობაიძე. არის კიდე უამრავი ადამიანი, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ მომენტში ბიჭო, იცი რა იციან ხოლმე? აი, ვიღაცაზე რო ვიტყვი მე მაგალითად, რომ აი ეს კარგი ადამიანი ამომიწევენ რაღაცა განცხადება, სადაც კრიტიკული განცხადება შეიძლება მეც თქვი. ესე იგი, ღალატს პატიობენ ხალხს და შენ რო გააკრიტიკე, ის ახსოვ გესმით? ღალატი ესე იგი ეგ ეხლა იმას ნიშნავს, ცოლს ბოზობა აპატიო და ბოდიში და იმას, რა ქვია, საკუთარი, რა ქვია, მეგობარს რაღაცა რო გითხრას ის რო ისაო, რა ქვია, რატო მოქმედებ ესეო, ის არ აპატიო რა. ბოზობას თუ პატიობთ და ღალატს თუ აპატიობთ ხალხს, ვაინტერესებს იმ ერთგულ ხალხს, რომლებიც ყოველთვის გიდგანან გვერდში, რატო ივიწყებთ ხალხო, რატო? მოაცილეთ ეს ნაძირლები, მოაცილეთ თანამდებობებს რა. ვერ გავიგე, ეხა ეს დუტას ხირწლაძე იმდენი ფული იშოვა, ალბათ ერთი 3 ბინა აქვს ნაყიდი. თქვენ რა გონიათ იმედზე რამ ხელფასი ექნებოდა? რატო უნდა დაგვესაქმებინა ჩვენ დუტას ხირტლაძე? მაინც დუტას ხირტლაძეზე ნიჭიერი ხალხი არ აქვს, ხო? ეს მაინტერესებს, ეს უნიჭო და უციგნური მაყაშვილი რატო უნდა ყოფილიყო იმედის სამყარო? რატო უნდა ყოფილიყო ვიღაცა კოშაძეები, მოშაძეები? ესე იგი, ამ ნაცის ელიტას, ამ ნაცი დაქალოჭკების გარდა ვერავის ვერ ხედავთ რა. თუ ხარ იმ წრეში იმ წრის იქით არავინ არ იყურება არაფერს. ბიჭო, ეხა უყურებს ვიღაცებს კიდე და ქვეყანა თავზე ინგრევა და
იმას რომ აზიარებთ რაღაც სისულელეებს, ის მაინც გააზიარეთ, ბოლო-ბოლო ხმას თუ ვერ იღებთ რაღაცა ისეთი, რაც ქვეყნის ის ხდება. მე კიდე ამ სპორტულ სამყაროს ვიდა მივმართო, კაცო, ვერ გავიგე. ერთი ესენი რომ აკეთებდნენ განცხადებას, რომ მაგალითად რომ აი ამას ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგებს თქვენ რატო არ გამოხდით ერთხელ განცხადება რატო არ გააკეთეს ფედერაციებმა რატო არ გააკეთეს განცხადება რომ ჩვენ მხარს უჭერთ ხელისუფლებას ჩვენ გვობთ ძალადობას ესეთი განცხადებები რატო არ გააკეთდა სპორტული ფედერაციებიდან მაინტერესებს რა აი მაგალითად აი გამიკვირდა რომ რაგბის კავშირმა არ გააკეთა არც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არ გააკეთა ხო არა რატო არ გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ამდენი ფეხბურთელი რო გამოდიოდა ფეხბურთის ფედერაციას არ უნდა გაეკეთებინა განცხადება მაინტერესებს რომ ჩვენ ვემიჯნებით ამ რა არ გაქვთ უფლება იმიტომ რომ ნაცებით არის დაკომპლექტებული ფედერაცია ესეთიც როგორ არ უნდა გაემიჯნო გადატრიალებას და პუჩს როგორ არ უნდა გაემიჯნო ეხლა რა იცის იმ ნაკრების ფეხბურთელმა რა ხდება აქ მე ვიცი დარწმუნებით მაქვს ინფორმაცია რომ აქიდან მე არ ვიძახი კაცო ლევან კობიაშვილი ურეკავდა და რაღაცა ლევან კობიაშვილი სახელმწიფოებრივად ვაზროვნებს და პატივსაც ლევანზე არ მაქვს საუბარი მაგრამ მე ვამბობ საუბარი დაბალ გოლებზე რა ისა ურეკავდნენ იქა და აი ეს ხდება და მიდი გამოდი და რაღაცა და ესენიც ეხლა რაღაცა გონიათ რომ აქ რაღაცა მართლა ქვეყანა ყირავდებოდა და აი ესეთი განცხადებები გააკეთეს ვერ გავიგებ ხარს თუ არ გვიჭერთ ბოლო-ბოლო ის მაინც გააზიარეთ გადაცემა გაიგე და ის მაინც გააკეთეთ რაღაცა თქვით ენა მაინც გამოყავით რომ დაგინახოთ რაღაცას ამბობთ რა ჩვენ აქ ვერ გავიგე ხელისუფლება რო შეცვლილიყო ჩვენ მოგვაკითხავდნენ და ესენი ბადაბარგდებოდნენ კიდე თავიანთი რაღაცეებით იქ სხვა მიმართულებით რა წარმოიდგინეთ 10-12 წელი ხელისუფლებაში იყვნენ ეს ადამიანები რომლებიც ახლა გამოჩნდნენ დაინახეს რომ რაღაც რყევები იყო და ეგრევე ვირთხები ვით გადახდნენ წარმოგიდგენიათ ბატონო ნიკოლოს აი ეგ არის ვირთხული საქციერი რა ვიცი გრანტებს ღებულობ დაფინანსებებს ღებულობ და მე არაფერი არ მიმიღი ამ ხელისუფლებიდან მიმართო ხელისუფლებას აი ახლა მე მინდა რომ თქვენი ეთერის მეშვეობით ბატონო ნიკოლოს მიმართო ხელისუფლებას ნუ თუ არ დადგა ის დრო რომ თქვენ ისწავლოთ ვინ არის თქვენიანი და ვინ არ არის თქვენიანი როდი შეიძლება რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დღე დადგეს და გათენდეს ის დღე რომ მე ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში რომ ნამდვილად ერთგულება არის დაფასებული როგორც მაგალითად ეგრეთ წოდებული ნაცსექტა რომელიც თავისიანებს რო აფასებს ეგრე უნდა დააფასო თქვენიანები და ეს გადმობარგებული ხალხი რომელიც თქვენთან არის სამწუხაროდ და ქოლგასავით ქოლგა გაუშალეთ თანამდებობები მიეცით დაასაქმეთ ხომ ეს ადამიანები ხომ ხედავთ რომ არ არიან თქვენთვის დასაყრდენი ადამიანები უნდა თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ ადამიანებზე რომლებიც 2012 წელს საკუთარი სიცოცხლის ფასად თქვენს გვერდით იდგნენ და დღემდე თქვენთან არიან იდეოლოგიურად თქვენთან არიან და არ იცვლებიან ესე იგი აი ეს არის თავარი და ამაზე გაამახვილეთ ყურადღება თუ გინდათ რომ აი ამ 4 წლის განმავლობაში თქვენ ძალიან დიდი წინსვლა გქონდეთ თორემ ვერ გექნება წინსვლად იმიტომ რომ როცა საქმეს აკეთებ და ჩასაფრებული ყავს შენი ჩინოვნიკი შენი მოკლედ დასაყრდენი ადამიანი და ის საბოტაჟს გიწყობს ვერ გექნება წინსვლა ამიტომ ვინც გასაყრელია ბოლო-ბოლო გაყარეთ ეს ადამიანები სამსახურებიდან და უამრავი ადამიანია დასასაქმებელი და მიეცით ამ ხალხს და გაუხსენით გადადგით ესეთი მკვეთრი ნაბიჯები და მერწმუნეთ თქვენს კარგად იქნებით და ქვეყანა წინ წავა დღეს ეხლა ისე რომ პაროს გაიყრიან და ვაიმე ბრულინგის მსხვერპლი არ გავხდე ეს არ გავხდე ეს არ გავხდეთ გადამიარეს პირდაპირი გაგების გადამიარეს მაგრამ რომ ვიცი რომ მართალი ვარ და რომ ვიცი რომ სწორ პოზიციაზე ვდგავარ არც აი ამ ბულინგის მეშინია არც მათი ვითომ და რაღაცა კაკუნის მეშინია და არც მათი ეგრეთ წოდებული საკათმის მეშინია რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცნაირად ჩემი და ჩემი ოჯახი დააბულინგონ და 1000 გვარ საზიზღრობებს მიძღვნიან ესე ვთქვათ სხვადასხვა ტელევიზიის მეშვეობით თუ რაღაცა სოციალური ქსელებით მაგრამ მე ყოველთვის იქ ვიდგები და ყოველთვის ვიქნები იმ აზრების და იმედების ერთგული რაც არის რომ ჩემი სამშობლო მინდა რომ მე მეკუთვნოდეს ჩვენ გვეკუთვნოდეს და არ ვიყოთ მონები და ამ იდეას დღეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტია ატარებს ეს არის ქართული ოცნება და ეს დასანახია და ეს დასაფასებელია ამიტომ თქვენც ამოიღეთ ხმა რა
არ მეშინია არაფრის, არც იმით, იმიტომ რომ მართალი ვარ, მჯერა რომ მართალი ვარ. თქვენც ესე უნდა გჯეროდეთ. გასაგებია? მე ბატონ ლექსო, იმიტომ არის ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი, რომ ბატონი ლექსო არის ადვოკატი, ჩემი კოლეგა. მე მაინტერესებს აი ჩემ კოლეგებს მინდა მიმართო ბევრს პატივცემს და ბევრსაც იდენტური პოზიცია. მე ყოველთვის და შეიძლება ადვოკატი უჭერდეს ხარს იმას, რომ აი აპრავებდეს ეგ ჟარგონად რო თქვას იმას, რასაც ესენი აკეთებენ. შეიძლება პოლიციელების მიმართ ძალადობა გაამართლოს, შეიძლება პოლიციელების მიმართ მოლოტოვის და რო ვიღაცაზე მე პოლიციამ თურმე რო ძალა გამოიყენა, ეს თურმე აბა რა უნდა გააკეთოს პოლიცია? თუ პოლიციას ესური, თუ პოლიციას მას იზამ, რა ქვია, ძალას გამოიყენა და მოლოტოვის კოქტეილს და მაშაშხალებს და რა ვიცი რაღაცა ცეცხლს აფრქვევ და რა იარაღი იყო ამას ესე უნდა შეხვედროს ეს კაცი გამოდის აგერ და ამას აფიქსირებ და ამით საკუთარ შეიძლება კლიენტებსაც კარგავს იმიტომ რომ ბევრი ნაცი შეიძლება აღარ მოვიდეს კი გაც რამდენს დაუწერია ჩემთვის რომ მე ესეთი მეგონე ხო არა და არა იმიტომ რომ მე მაინტერესებს ვიღაცები მიკაკუნებენ რაღაცას აი რაღაცა გამოდი თქვენს დაკითხო და მე კიდე რა არის ციტკაცო აი ხლა ყველაზე მეტი მაყურებელი გვიყურებს ჩვენ, აი ვაკვირდები ხოლმე რაოდენობას ყოველთვის სისტემატურად. სადღაც, ესე იგი, ყველა პატივსავცემ მე აი ამ ტელევიზიებს, პატივსავცემ ყველას, მაგრამ ბიჭო, ვიღაცებისთვის სასათბურო პირობებს რო ვშვი. ამ პადვლიდან მაინც ამოგვიყვანეთ, კაცო, რა უბედურება, გორში ვზივართ, პადვალში, დაბლა და ესე იგი, გვაქვს ელემენტარული პირობები, მართლა აი რაღაცა შიშველი ხელებით ვიბძვით. ძნელბედობის ჟამს ყოველთვის თქვენ გვერდით გავ. რაღაცა ხო უნდა დაინახოთ ერთხელაც რომ ვინ რას აკეთებს. რეიტინგით ყველაზე მეტი რეიტინგი ჩვენ ტელევიზია აქვს. მაუწყებლობთ გორიდან, კონფლიქტის ზონიდან. ელემენტარულად ამ სიკტეთში მაინც ჩაგვდეთ ეს ზარალა რო გამოვიდა და ამ ძნელბედობის ჟამს რო იმასო ჩვენი გზა ევროპაშიაო და კიდე მორიგჯერ გიღალატა თქვენ. მაინტერესებს ეხლაც რო ლახვარი ჩაგცათ, კიდე ივლით მაგასთან ერთად გვერდი, ჩვენ რო არ აგვთავს, რატო არ აგვთავს, რატო არ ეუნები ჩართეთ ტელეკომპანია, მე რაღაცა დაგვეხმარეთ ხალხო, რაღაცა ქენით რა არის, რა უბედურება. ეხლა ბატონ გიორგი კანდელაკი ყველანაირად ხელს გვიწყობს, პატრიოტიკაცია გვერდში დაგიდგათ, უამრავი ხალხი შეკრიბა, სიცოცხლე გაწირა, სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდა, ეხლაც, როდესაც ძნელბედობის ჟარი იყო, ერთი 8000 კაცი შეკრიბა გორში, 8000 კაცი. რა გააკეთოს ამ კაცმა, ვერ გავიგე ეხლა ვერ ხვდები მე რა ყველაფერს ხო საზღვარი აქვს არა და დაგვეხმარეთ ხალხო რა უბედურება რამეს კი არ ვითხოვ ჩვენ ელემენტარულად ეხლა რაღაცა ესეთი დამოკიდებულა ახ ხელისუფლების წარმომადგენლები მოდი დაჯექი დაილაპარაკეთ ესე იგი ესეთი მე რამე არ გამიგია ჩვენ ეხლა ხელისუფლებას კი არ უჭერთ ხარ ჩვენ უჭერთ ქვეყანას უჭერთ ხარ ამ შემთხვევაში მაგრამ აი ესეთი რამე მე არ გამიგია გამოდიებო ძნელბედობის აფიქსირებდეს სახელმწიფოებრივ პოზიციას მე შენთანაც არ ჯდებოდნენ, არც პატივს გცემდნენ, არც ის ესეთი რამე მე არ გამიგია რა. აი არ ვიცი მე რა, აი რა მიდგომებია ეს რა არის? ერთი ნეტა ბიძინა ივანიშვილთან მომახვედრა და მე კი დასჯიდა ვიღაცებს ალბათ და არც იცის ეხლა ბატონმა ბიძინა ყველაფერი ხო არ იცის, ბევრი ბოდიში და მოგიწევდათ აი ზოგიერთი რო ციხეში გადაინაცვლას, ბევრს ეგრევე მოუწევდა ციხეში გადანაცვლება, იმიტომ რომ ასეთი ტელეკომპანია, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ყველაზე მაღალი გადახედეთ რამდენი კაცი გვიყურებს ეხლა და შეხედეთ თქვენ რამდენი გიყურებთ მერე. Facebook-ი ჩვენ გბლოკავს. ყველა თქვენ ვერ გავდივართ, აქით ისინი გვებძვიან. რო ჩავდივარ რუსეთში, ესე იგი, აი, ოსები მოდიოდნენ, აი და მოგვეუნებოდნენ, აუ როგორ პატივს აქცემთ, როგორ გვიყვარხართ. ეს ის ოსე, ჩვენ გვაკისრია დიპლომატ, ჩვენ ეხა ტერიტორიული გარკვეულწილად, აი, შემრიგებლური პოზიციიდანაც გამოვდივართ, იმიტომ რომ ეხლა მაინტერესებს რომელი სამთავრობო ჟურნალისტი იყო გოსდუმის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მივედით იმ კაცმა ისეთი თბილად მიგვიღო ამ გავრილოვმა, ის საქართველოს მიმართ სიყვარული გამოყადა, სადაც ჩავდივარ სახელმწიფოებრივი მიდგომები არის ჩვენი მხრიდან. ვინ გაფასებს? მიდით, ადი მე, რაში მაინტერესებს? ეხლა ვიღაცა მე და სააკაშვილს ვებძოდი ბოდიში და კაციშვილმა ვინ მე არც თანამდებობა მინდა არც არაფერი ერთხელ კმილაშვილმა გაიგო სხვანაირად რომ მივედი და იმას ეგონა ბეპროკო არაფერი სახელმწიფოს თანამდებობა მე არ მინდა ხალხო მე მინდა ის რომ რასაც ვაკეთებთ ხეს თუ შეგვიშლით ამაში რა ხეს თუ შეგვიშლით იმიტომ რომ ეხა აი მაუწყებლო ყველაზე მაღალი რეიტინგი უფრო მეტი გვეკდებოდა რომ ყოფილიყო ჩართული გვეკუთვნის არ გვთავენ სხვებს რაღაცა პროექტებია, გრანტები, ეხლა ჩვენ არაფერს დახმარება არა გვაქვს.
არ ვიცი რა უბედურებაა ეს ეხა ეგ მივესალმები გადაწყვეტილებას ასევე ერთი ახალი ინფორმაცია მაქვს ეხა ამ წუთებში ვცელდება ქალაქის იერსახის დაზიანებაზე ჯარიმა იზრდება 50-დან 1000 ლარამდე სატრანსპორტო მოძრაობის შეფეხება 1000 ლარიდან ჯარიმა გახდება ალბათ კი შესაძლოა 1 წლის მართვის უფლების შეჩერება დაემატოს ცვლილებები შედის არა ეს კი არ არის ცვლილებები შედის რა შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევა ჯარიმა იზრდება 500-დან 5000 ლარამდე ორგანიზატორებისთვის 5000 ლარიდან 15000 ლარამდე შსს უნიფორმის უკანონო ტარება წესდება 2000 ლარიანი ჯარიმა აი ესეთი გადაწყვეტილებები არის მისაღები ნამდვილად რა ეგ არის პრევენცია ამას ქვია პრევენცია რომ აი ეს ეგრეთ წოდებული არეულობა არ მოხდეს რა არეულობაც იგეგმება უკვე რამდენიმე ხნის განმავლობაში და ძალიან კარგია რომ ეს ყოველივე ეს თქვათ სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და არ დაუშვა არეულობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან სამწუხაროა რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ემზადება 14 დეკემბრისთვის და ამ ყველაფერს ესე ვთქვათ სათავეს აძლევს ქალბატონი სალომე და ყველანაირად უნდათ რომ აი ჩხითა ქორწილი არის ხო იცით ბატონო ნიკოლოს იგივე როლი ყვავის როლი უნდა რომ შეასრულონ ეხლა და პრეზიდენტის ეს ვთქვათ არჩევის საკითხი უნდა რომ ჩაგვიშალონ თქვენ წარმოგიდგენიათ აი ჩხითა ქორწილის კლასიკური სცენარი თუ როგორ უნდათ ამ ყვავებს რომ ჩაშალონ აი ესეთი ლამაზი ცერემონია რაც არის პრეზიდენტის ინაგურაცია იქნება არჩევა იქნება თუ ასე შემდეგ ეს პროცედურა ჩაშალონ ანუ აი რა არის არა მე ვიძახი რომ მათი ამოცანა ეხლა უნდათ რომ იყვნენ ყვავები კლასიკურად ეს არის მათი ამოცანა ეგენი ყვავები არ არიან მეპირფალოსეები არიან ეხლა მე განაკეთებ მე ანუ ამ მულტფილმის პერსონაჟებს გულისხმობ რომ მათი როლი ეხლა რა არის ხო ეგენი მულტფილმების გარდა ვერაფერს ვერ უყურებენ ეგენი ისე რომ ნახეთ აქ არის ეხლა მთავარი რომ სახელმწიფომ აი ეხლა როდესაც ზეგ ისინი გეგმავენ თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გააჟღერა შესაბამისი ინფორმაცია და რომ გეგმავენ აი ამ კონკრეტულ აქციას მე დარწმუნებული ვარ რომ სახელმწიფო მოწმობლების სიმაღლეზე დადგება თუმცა აი მე პირადად მოუწოდებ შინაგან საქმეთა და სამინისტროს რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი იქნება რაიმე ფორმით ცდელობა რომ არა იქნეს არჩეული საქართველოს პრეზიდენტი და ესე ვთქვათ რაღაცა კვლავ გამოიყენებენ ეგრეთ წოდებულ პიროტექნიკა იქნება თუ სხვადასხვა რაღაცა ისეთ საშუალებებს რომლითაც შესაძლებელია ჩვენ ზიანი მოგვადგეს ქართულ ხალხს მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედონ კანონის სრული სიმკაცრით ანუ პროპორციული მოქმედებებით და აღარ უნდა იქნეს ის რომ მაგალითად კვლავ დაზარალდნენ ჩვენი პოლიციელები და დაზარალდეს ის ადამიანები რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებას იცავს ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ ჩამოიშალოს და თუ თავისი გაიტანა აი ამ ყვავებმა თავისი გაიტანეს და არ მიცეს იმის შესაძლებლობა რომ საქართველოს პრეზიდენტი იქნეს არჩეული იმ რეგლამენტით რა რეგლამენტით გაწერილია ხო აბსოლუტურად ეს იქნება მათთვის ძალიან დიდი ზეიმი და ძალიან დიდი სიხარული ამიტომ ეს სიამოვნება არ უნდა მივანიჭოთ ქართველმა ხალხმა და მე ასევე კიდე ძალიან ხშირად ვაჟღერებ ხოლმე ბატონო ნიკოლოზ რომ აი ეს მე არ მინდა რომ რაღაცა ეხა საზოგადოება მისე გაიგოს რომ მე რაღაცა ვიემეს უპირისპირდები ან რაღაცა დაპირისპირების მომხრე ვარ არავითარ შემთხვევაში და სულ მაგას ვიძახი რომ ჩემი ამოცანა არაზოს არ იქნება რომ ქართველმა ქართველს რაღაცა ერთმანეთს ვეჩხუბოთ ტყვია ვესროლო და ასე შემდეგ მაგრამ მე მომხრე ვარ იმის რომ უნდა გამოვიდეთ ჩვენ ის საზოგადოებაც ვისაც ჩვენი აზრი გაგვაჩნია ბატონო ნიკოლოზ და უნდა შევძლოთ რომ ერთად დავდგეთ ერთად უნდა დავდგეთ ხალხო ჩვენ უნდა დავდგეთ რომ უნდა შეგვეძლოთ ერთად გომა უნდა დაგვინახოთ რომ რამდენი ვართ თორემ გვეცლება ჩვენივე მხარდამჭერები გვეცლებიან ყველას არ ყოფნის ის ნებისყოფა ზოგი ბულინგის მსხვერპლი ხდება ზოგი სხვადასხვა რამის მსხვერპლი ხდება ამიტომ ჩვენს გავაკეთოთ ჩვენს დავგეგმოთ მშვიდობიანი აქცია იქნება მსვლელობა იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მერწმუნე ძალიან ბევრი ხალხი გამოვა ბევრი პატრიოტი ადამიანი გამოვა არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მხარდაჭერი იქნება თავარია რომ ერთად დავდგეთ
და გამოვიდეთ ის საზოგადოება, ვისაც უნდა რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნოდეს ქართულ ხალხს და რა ვიმე მაგალითად ან ამერიკას ეკუთვნოდეს და ან დასავლეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ხა სოფლიოში მიდის ძალიან საშინელი პროცესები. სირიაში დაიწყო მასობრივად ქრისტიანების ხოცვა ჟლეტვა. თურქეთმა ფაქტობრივად ეგ ოპოზიცია არის თურქული ძალა, თურქეთმა უდიდესი ტერიტორიები აიღო ის სირიაში. ვითომ ეხა ოპოზიცია, მაგრამ ამ ოპოზიციას აკონტროლებს თურქეთი და იმ დღეს ერდოღანის შვილმა დაწერა, რომ მამაჩემმა გაიმარჯვა. ეს თქვენ ფიქრობთ რას ნიშნავს? შემდგომი სამიზნე შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყანა. სხვათა შორის წინასწარმეტყველებაც არის ქალბატონი. კი ბატონო, მაგას დავრუნდებ. კი ბატონო, ეხა უყურეთ რა ხდება, ჩვენ შეიძლება გავხდეთ შემდგომი სამიზნე. და ვინ შეიძლება იყოს საქართველოს დამცველი, დააკვირდით ამას. მე ამ რუსეთში რო დავდივარ, იმიტომ დავდივარ, რომ რეალურად იქ მე რუსებს ვეუბნები, რომ საქართველოში ქართველი ხალხი ის კი არ არის მარტო რუსთაველზე რო დგას. ქართველი ხალხი არის ის, რომლებიც თქვენ გიღებენ უამრავ ტურისტს და გამოხატავენ თქვენს მიმართ სიმპათიებს, იმიტომ რომ ამ ხალხს გული არ აუცრუდეს. იმ გავრილოვთან, იმ უნივერსიტეტებში, იმ პოლიტოლოგებთან, ექსპერტებთან, იმ რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრების დროს მუდამ ამაზე მაქვს ხალხსგასმა, რომ მათ რუსეთმა რომ საქართველოს ესე იგი მიმართ მწვანე შუქი აუნთოს თურქეთს ხვალ შემოვა თურქეთი დაიკავებს აჭარას და მე მაინტერესებს ეს შარვას ჩახტეულთა 20-ეული აიღებს ის მემანუელ მაკრონი რომელიც ხარდაჭერას გვიცხადებს მაინტერესებს სად არის ეს ევროპელები რომლებიც ლაპარაკობენ რომ აი ჩვენ გვიცავენ რა დაგვიცვეს მაინტერესებს ომი იყო და წყალი და პამპერსები გამოგვიგზავნეს რა როდის იყო ევროპა საქართველოს დაუწვია ხალხო ერთადერთი ვისაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაღაც ნაბიჯები გადადგას დაგვიცვას არის რუსეთი არც ფრანგი დაგიცავს, არც იტალიელი, არც ამერიკელი. ეს ტვინაღზობი ხალხის იმაში ვერ შედის ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა გავაფორმოთ ისეთი ხელშეკრულება რუსეთთან, როგორიც გააფორმა ბელორუსიამ, სამოკავშირეო ხელშეკრულება. უნდა მჭიდრო კავშირი, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ დიდი დარტყმის ქვეშ და ამ ქვეყანაში კიდევ არის უამრავი აგენტურა, რომელიც შემოსულია სხვადასხვა მეთოდებით. ხვალ შეიძლება აგვიფეთქონ სხვადასხვა რეგიონები, სადაც არიან მათი ანკლავები, სადაც არიან მათი დასაყრდენები. ამა და რა ნაცებზე, რა იმებზე ლაპარაკობთ ისეთი გამოწვევების წინაშე მდგა. საქართველოს არის დიდი გამოწვევების წინაშე. ხვალ ესე იგი უკან დაგვრჩება ის ყველაფერი. ჩვენ უნდა ვემზადოთ იმისათვის დაწყებული მთელი ეხა სირიას იმაშვებიან, ინაწილებენ იმას რა ქვია, ტორტის ნაჭერივით რა. იქით ისრაელს მიაქვს ტერიტორია, აქით თურქეთმა აიღო ტერიტორია, იქით სხვები ემზადებიან რაღაცის წასაგლი. აღარ არსებობს ის სირია აღარ იქნება, რომელიც იყო ის სირია. და კიდე იმპეც გაიზიარებს უკრაინა და ჩვენ ამ დროს ვითომაც არაფერი აქ ვამსხრებთ, ვანგრებთ, ვანადგურებთ ყველაფერს ხალხო. შეიძლება აი ცოტათი აზე მოვიდეთ და მე მინდა აი ეს როდესაც ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას, მინდა ხელისუფლებას მიუმართო კიდე ერთხელ. ერთგული ხალხი დააკომპლექტეთ თანამდებობები. ისეთი კი არა ცოლი რო იმაშია ევროპული გზისკენ მიდის და მეორე ქმარი რო კიდე იმაში ხელისუფლებას უჭერს ხა. ვერ გავიგე რა უბედურება ესეთი რა არის რა ხდება ხალხო ესა რა. და ამიტომაც უნდა ჩვენ გავძლიერდეთ და ბოლო გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის რომ ეს ქვეყანა იყოს დაცული. ეხა დავით აღმაშენებელს შიგნით რო არ დაემყარებინა წესრიგი და გიორგი ბრწყინვალეს და კიდე ჩვენ დიდ მეფეს გარემტერს ვერ დავამარცხებდით. ყველა დღეს უამრავი ადამიანი გვიყურებს. აი ხა რუსეთში კაცო ხალხი ინვესტიციების ჩასადებად ემზადება და მოქალაქეობას არ ვაძლევთ ხალხო. უამრავი ადამიანი ბატონო ლექსო შეხვდა ძალიან დიდი ბიზნესმენებთან მქონდა საუბარი გვინდაო ჩადებაო ინვესტიციებისო ჩადება მაგრამ ეხლა თუ მოქალაქეობა არ მოგცეზო თუ რაღაცა ეხლა ქართველ კაცს ეხლა ჩააბარა ეხლა აღარ გული აღარ მიღა ვიღაცამ შეიძლება ჩადო და მე რო ეხლა რანაირად არის ეხლა ჩავდო და რატო არ უნდა მისცე ქართველ კაცს ჩინიმაებს თუ აძლევ არავე ეხლა ეს ახალი პრეზიდენტი რო შევა ყაველაშვილი რაღაცა უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი რა შეხვდა ეგერ ეხლა მე განახებთ მე ფრაგმენტს ახალგაზრდა ბიჭი შეხვდა კაცო შიო ივანიშვილი ბიძინას მოგვარე აი ცრემლი მოძდიოდა ვლადი კავკაზელი რა არ მიშვებენო საქართველოსიო იმიტომ რომ იქ დავიბადეო ცხინვალშიო მიწერია ცხინვალი ისა რა ქვია სამხრეთ ოსეთი რა დავაშავე ხა იქ დავიბადე იმიტომ რომ იქაური ყავს ისა რა ქვია დედა იქაური ყავს რა და მამა ისა ყავს რა ქვია ივანიშვილი რა ქნას იმბავე რატო უამრავი ქართველი გინა სხვადასხვა რეგიონებიდან არის კაცო ხო
არ ვიცი მე რაღაცა უნდა მივიღო ძოები და ამ მოწინავე პოზიციებზე და გააკომპლექტეთ ხალხი ერთგულების მიხედვით რაღაცა ან ამ რეიტინგებს არ უყურებთ ამ ტელევიზიის ეხლა დავიჯერო ყველაფერს უსმენთ ყველაფერს აკონტროლებთ ეხლა ვითომაც არაფერი ეს ჩვენი ესეთი მაღალი რეიტინგი კაცო ხა იმ ხელა მილიონებს ახარჯავთ თქვენ სამთან ეხლა პირველი არხი გინდა ყოფილა გინდა არა როგორც პირველმა არხმა მოიქცა როგორც აშუქებდა ეს რა იყო რა უბედო დღე და ღამე იჯდა იქ გამოკვეპილი ეს ქალი $5,000 რო უხდით კაცო იმას ხელფას რა $5,000 არის რო აიღო მთელი კამერები არა გვაქვს მაგფასის რა ბატონო ნიკოლო თქვენ იმდენჯერ თქვით რომ რა $5,000 უხდით რომ ამ ქალმა თვითონ თქვა რომ ხელფას მობატება აღარ მიდაო რა ქვია არ უნდა არა ისე მართლა ეგრეთ თქვა რომ არა იცი რა არის მე ხა იცი ვიღაცა მიგ ტაში დაუკრა რაღაცა გამოვიდა თქვა ბიჭო ჯერ ეგერთი დააყენე დაცვა და თუ ვინმე ძალით შეიჭრებოდა იმ პირველ ხში დაიჭებდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემდნენ რომ გამოვიდა იქა ეხა მე რომ მივიდე იქა და მოვითხოვე დაუთმიათ ეთერი თქვენთვის ყوار დაუთმიათ რა ვინ დაგითმობს ეთერი წამოპლაკული იყო ქვეყანა ინგრეოდა და იქ ვიღაცამ თქვა ეგო გათვლა არისო ხედავ ეხა გიჟები დასვესო ბიჭო ვინ თქვა ეთი აი თქვენ ვერ გაიგეთ ერთი რამე ყველამ ვინც გაიგო ყველამ გაიგო ეხა ვიღაც ეს პოლიტიკა თუ თქვენ უნდა აწარმოებთ რომ აი ხალხი გაიგებს რომ ხალხმა ყველამ კარგად იცის ვინვინა ნაცები არის სექტა ეს არის სექტა რომელიც სამწუხაროდ საქართველოს ფარგლებს გარეთაც არის სიმართლე რო გითხრა და კარგი ხდება ეს ტელევიზიების თუ მალე დაიხურება იმიტომ რომ აი სიმართლე რო გითხრა რუსეთშიც ბევრი არის ამათი ზემოქმედების ქვეშ რო იცოდეთ რა ხო და ამიტომ საჭირო არის აუცილებლად აი ამ გადამჭრელი ზომების მიღება დააფასეთ ერთგული ხალხი გაყარეთ ნაცები დახურეთ ტელევიზიები და ბოდიში და ეს ცოლქმრები კიდე ჩამოყალიბდნენ კიდე საითკენ არიან ერთად არიან თუ რაღაცა იმიტომ რომ ეხლა ვერ გავიგე ბიძინა ივანიშვილის ხო არ დაგწერთ თქვენ ჯვარს ეხლა იმის მიხედვით არა ამაში ხო არ ჩაერევა ყველაფერში რომ ბატონ ბიძინას ახსენებთ ეხლა ბიძინაც ხო არ შეგიქმნით იქ აი საოჯახო პირობებს თქვენ ეხლა ცოლქმარ შორის მომრიგებელ მოსამართლედ ხო არ იქნება იქა თქვენ რომ დაგილაგოთ სიტუაცია რა დაინახეთ სხვა ხალხიც დაინახეთ კაცო დაინახეთ ადამიანები რომლებიც გვერდში გიდგანან 25 წელია თქვენს გვერდით დგანან უკვე რა ეხლა ოცნება არ არის ხელისუფლებაში 25 წელი მაგრამ თქვენ ხო ხართ პოლიტიკაში 25 წელი კაცო სახელმწიფოებრივად აზროვნებენ ეხლა მე არ ვიცი რა უბედურება უნდა გჭირდეს ეს რომ სხვა ვერ დაინახო კაცო რა უბედურება ესა რა ესე იგი მე არ ვიცი აჭარის არხი მოქმედებდა იმის წინააღმდეგ ხელისუფლების პირველი არხი სულ ყველგან გამოტენილია ეს ნაცები რა ყველგან ფულებს აშოვნინებენ რა პროტესტის ნიშნად კი ტოვებენ არა თუ თავისით არ წავიდნენ ჯერ ხო არ უშვებთ ის თავისით წავიდნენ იმედია ეხლა იმ ნაცების ადგილას ისევ ნაცები არ დაინიშნება რა იმედი მაქვს აი ხა ჩამოვიდა ეგერ შესანიშნავი გოგო ახალგაზრდა გოგო დედამისმა მითხრა აი ჩემშვილს უნდა სამსახურის დაწყება ვერ შეულობს სამსახურს ისბავში აი რატო ვერ უნდა იშოვოს მაინტერესებს ხალი გოგო ჩამოვიდა ახალგაზრდა ადამიანი აი რატო ვერ უნდა იშოვოს სამსახური ხო კი ბატონო არა თუ ნაცია ის დაქალოჩკებით წვიტავენ რა ნაცი დაქალოჩკები რა ეს პრეს-ცენტრები როგორ მუშაობდით მაინტერესებს ძალოვანი სტრუქტურების პრეს-ცენტრები ესე იგი ვკრიფავდი ვიდეოებს და ვამონტაჟებდი რომ მეჩვენებინა მე როგორ პოლიციელზე ძალადობდნენ იმ უწყებებს რომლებსაც ეს ეხებათ რომ დაედოთ მასალა თუ როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე იმეთი რო შევდივოდი მათი პრეს-ცენტრის ხელმძღვანელების იმის მაგურად ემუშავოთ მოდების ჩვენებას ვგებულობდი კაბები როგორ უხდებოდა ამასაც ჩვენებდნენ Facebook-ზე თუ კაბები ჩვენება იყო საჭირო ამ მომენტში თუ იმისი რა ქვია ვიდეო მასალი ჩვენება მე ვერ გავიგე ერთი რამე რა მე კიდე ერთხელ ვამბობ დიდი მადლობა ჩვენ პოლიციას დიდი მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს რომ არა პოლიცია დღეს საქართველოში იქნებოდა დამყარებული ნაცდიქტატურა კი ბატონო ნაცდიქტატურა იქნებოდა რა და ამ პოლიციელებს ებრძვიან კიდე გესმით ძალიან დიდ ტალღას გაუძლო მართლაც და ქართულმა პოლიციამ ისე ღირსეულად დადგა როგორც არასდროს და ნუ არ ვიცი ყოვლა წარმოუდგენელია რომ არ იყოს დასაგმობის ფაქტი თუ როგორ ხდებოდა პოლიციელების შემდეგ რომ დაიწყეს ბატონ ნიკოლოს თქვენთვისაც ცნობილი იქნება ის ფაქტი რომ ბულონგი რო დაიწყეს სახში მივარდნები დაიწყეს სპეცრაზმელების ოჯახში და 1000 საზღვრები დაიწყეს რომ როგორმე გაეტეხათ ქართული პოლიცია შემდეგ
ნუ ბევრმა ვერ გაუძლო ხარებას მოადგილეც კი გადადგა და აი ამ პროპაგანდას აყვადა განცხადება დაწერა რომ მე მივდივარ და ჩვენი გზა ევროპაშია და რაღაც მსგავსი რაღაც პროპაგანდას აყვა და კიდევ ერთხელ ვიძახი რა აი აბანომ გამოაჩინა ვინ არის შავი და ვინ არის თეთრი ესეთი ესე ვთქვათ ძროები ყოველთვის აჩენს ესე ვთქვათ ვინ არის მართლაც და მოწოდების სიმაღლეზე და ვის აქვს სხვა აზრები და სხვა იდეები და ვინც უნდა წავიდეს აქამდეც უნდა წასულიყო ჩვენც მაგას ვიძახდით და ძალიან კარგია რომ აი ამ ეხლა ჩვენ გავარჩიეთ რეალურად ვინ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვინ არის პროპაგანდას აყოლილი და ვინ არის ეგრეთ წოდებულ რა ქვია ჩანერგილები ვინ არიან იმ დასავლეთიდან რომლებმაც უკვე წლებია ყვებავენ და წლებიან მათგან იკვებებიან ყველა ადამიანი რომელიც დღეს სახელმწიფო უწყებებში იყვნენ და ამოიღეს ეგრეთ წოდებული ვითომ და ხმა ყველა იყო ჩანერგილი ეს იყო ფაქტი სამწუხაროდ პროკურორებმაც გააკეთეს ესეთი განცხადებები მე არ მინდა განცხადებები რომ აი ჩვენი გზა ევროპაშია და რაღაც მსგავსი რაღაცები და გააკეთებულად ვერამდენჯერ დავასახელებ ამ პროკურორებს იმიტომ რომ რაღაც პირადი ურთიერთობა მაქვს საქმეებიდან გამომდინარე და ძალიან გამიკვირდა ბატონო მოსამართლეებზე აღარ ვსაუბრობ მოსამართლეების და ეს ადამიანები რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ იქნებიან ანუ ისინი ყოველთვის იქნებიან სუბიექტურები მიხვდით ბატონო ალექსანდრე ანუ სუბიექტურები იქნებიან ეს ადამიანები ობიექტურად ვერ გაასამართლებენ ვერც ადამიანებს ბრას ვერ დადებენ იმიტომ რომ მათი აღქმა არის რა მათი აღქმა არის რომ საქართველოს მოქალაქე არის მტერი იმიტომ რომ მათ იდეოლოგიას არ იზიარებს შესაძლებელია რომ ამ მოსამართლემ პროცესზე დაუსვას შეკითხვა რომ იყავი თუ არა აქციაზე ან მაგალითად იზიარებ თუ არა რომ ევროპა რა ქვია ევროპაში გაწევრიანება არის ეს უპირველესი ამოცანა და მსგავსი რაღაცეები არ გამორიცხოთ რომ ესეთი ადამიანები რომლებმაც აი ესე გააკეთეს რომ მსგავსად აზროვნებდნენ ამიტომ ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ საჯარო სამსახურში არა მე რამდენჯერ თქვა ეხლა კაცო რომ ერთგულ ხალხზე გააკეთე აქცენტი ხა თქვენ რასაც ლაპარაკობთ მაგას ვიმეორებ ზუსტად მეც რომ ერთგულ ხალხზე გააკეთეთ აქცენტები და სახელმწიფო მარტო ერთგულებზე არა მარტო სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთ და პროფესიონალებს ყავს ეგრეთი ხალხი და მე კიდე ეხლა აი ამ პერიოდმა დაანახა ქართველი პოლიტიკოსების ასევე სიბეცე აი მე ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილის პოზიციას ვეთანხმები საქართველოს ექსპერტები კი არა ყავს საქართველოს ყავს პოლიტიკური მიმომხილველები აი ხა უსმენ ხოლმე ზოგიერთი არის ჭკვიანი ადამიანი სხვათა შორის გამოდის და დაიწყებს ლაპარაკს სირიაში რა ხდება თურქეთში რა ხდება იმაში რა ხდება ამაში რა ხდება მაგრამ დასკვნას ვერ დებს ან ეშინია დასკვნის დადება ან კიდე რეალურად იცით რა არის ეხამუშება იმიტომ რომ ჩვენ იმიტომ ყავს მაღალი მაყურებელთა რაოდენობა და რეიტინგი იმიტომ გვაქვს რომ ჩვენ არ გვეშინია სიმართლე აქ რო ანტირუსული გამოსვლები იყო მე გოსდუმაში ვიყავი და კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში ვიდექი და ეხა არ მინდა როგორი გულთბილი მიღება მიგვიწყვა და გამოდიოდი უნივერსიტეტში და ვამბობდი იქ სოფლიოს ცივილიზაცია უნივერსიტეტში და ვამბობდი სათქმეს მე ვფიქრობ რომ და არ მეშინია თქვენი ბულინგის და დღეს პოლიტექსპერტებს ეშინიათ იმის თქმა რომ საქართველოს რუსეთისკენ უნდა გადადგას ნაბიჯები თუ არა დაიღუპება ეს ქვეყანა ლაპარაკობენ ბლა 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 და იმას კი არ იტყვიან რომ გზა და ჩვენი ხსნა არის რუსეთთან ურთიერთობა ამის ეშინიათ იმიტომ რომ თან როგორ არის იცი ეს რუსეთი არის იმასავით საგინებელებით თქვენ აკეთებს რუსულ საქმეს თქვენ აკეთებთ რა რუსულ საქმეს აკეთებთ ხალხო გეუნება ეს რუსეთი მოდი დავილაპარაკოთ აგერ ვართ გახსნილები რა გინდათ მაინტერესებს აგერ სირიაში რა ხდება ხო ხედავთ ქრისტიანების დევნა დაიწყო თქვენ რა გონიათ ეს ამათ რა გონიათ საქართველოში ეს არ მოხდება გაიხსენეთ ჩვენი ისტორია მთელი ჩვენი ისტორია არის ჩვენთა ქრისტიანების დევნა თქვენ რატო გონიათ რომ ეს საქართველოში შეიძლება არ განმეორდეს მეც უკრაინაში არ დაიწყო რატო გონიათ ის რაც დღეს ხდება სირიაში ის შეიძლება საქართველოში არ შემოვიდნენ ნაკა და აგვაწიოყო რატო გონიათ თუ ამიტომ არის ჩვენ გუმბათი გვჭირდება დაცვის მექანიზმები გვჭირდება ბელორუსიაში რო შეიტანა იმ რუსეთმა თავისი ატომური შეერაგება всё დაცულია ბელორუსია ბელორუსი არის დაცული იმიტომ რომ ატომური შეერაგება არის იქა
და დღეს ეს პოლიტექსპერტები, რომლებიც ვითომ აი რაღაცა იმას სოლომონ ბრძენის ფუნქცია აქვს და ეგ ლაქლაქებენ ბოლომდე სათქმეს, იმიტომ არ ერიდებიან, იმიტომ რომ ხვალდაზე შეიძლება ის სხვადასხვა ილაპარაკონ. არა გვყავს ჩვენ სამწუხაროდ. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, ბევრი ჩემთან აღარც მოხდება ეთერში უკვე იმ პოლიტიკოსებიდან, იმიტომ რომ ზოგი დაიმალა ამ ძდელბედობის ჟამს. მილიონ კილომეტრიან იმეებს როდებს, სტატუსებს და ენა რო გაქვს წაგდებული და რაღაცებს. ეხლა აი ამ ძდელბედობის ჟამს სად იყავით დამალულები, რომ შემძვრალები რო იყავით ჩირგვებში. სულ არ ჭირდება არ თქვენი გამო აქ ბოდიში და ეს ძვირფასი დრო ეთერი, რომელიც საკმაოდ რეიტინგული არის ჩვენი არხი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ თბილისში არა ვართ, მაგრამ აქიდან საიდანაც არ უნდა თქვას, ქარელში რო წავიდეთ და ვარიანში რო წავიდეთ, იქიდანაც მაღალი რეიტინგი გვექნება ჩვენ. და მე სადაც ვიქდები, კიდე იქიდანაც იქდება რეიტინგი. მე არ მინდა თავისქება, მაგრამ ეხლა ზოგჯერ შენი თავი უნდა დააფასოს, თორე სხვა არ დაგაფასებს რა. სადაც მე ვარ, იქ არის რეიტინგი, იმიტომ რომ მე ლაპარაკობ ყოველთვის სიმართლეს, სამწუხაროდ ამ სიმართლის გამო ვარ დიდი დარტყმის ქვეშ. ეხლა ეს ბევრს არ ესმის ხისთავიანს და სულელს, მაგრამ რა ვქნა ეხლა თუ გაიგებს, თუ ვერ გაიგებს, ვერც გაიგებს, ხო? მაგრამ ერთი რამეა ფაქტი. აი ამ დღეებმა გვაჩვენა სამი რამ, რომ უნდა გაიყაროს და გასუფთავდეს ხელისუფლება მოღალატეებისაგან, უნდა ხელისუფლება დაკომპლექტდეს ერთგული და პროფესიონალი ხალხით და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ჩვენ რუსეთთან დიალოგი. აი ეს არის საქართველოს გადარჩენის ფორმულა. სხვა გზა ჩვენ მე მგონი არ გაგვაჩნია ბატონო ლექსი. კი ბატონო და ეხა თქვენი ცნებართვით სანამ დავთავრებთ. კი ბატონო თქვით რა. რამეს ვიტყვი რომ წეგან საუბრობდი რომ აი ჩვენ უნდა შევიკრიბოთ მეთქი ხალხი უნდა შევიკრიბოთ მეთქი რა და ეხლა ბატონმა ბესო დანელიამ მოკლედ ჩვენი მეგობარია რომელიც ჩვენი ესე ვთქვათ იდეოლოგიურად ჩვენი თანამოაზიარა და ესეთი სტატუსი გამოაქვეყნა რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო მიღებულია გადაწყვეტილება 14 დეკემბერს 18 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე ამათმა კუბები წვან და პანაშვიდები გამართონ ჩვენი სიცოცხლისა და მარადიოსობის სიმბოლო ნაძვის ხე ავანთოთ სიყვარულით შევეგებოთ ქრისტეს შობას გელოდებით ყველას და მე ველოდები ყველა ასევე მეც რა თქმა უნდა შეუერთდებით წეხ მაგაზე საუბრობდი ეგ პათოსი იყო ბატონო ნიკოლოზ რომ ყველა ადამიანი ვინც ესე ვთქვათ ჩვენი პოზიცია გვაქვს მე იმედი მაქვს რომ დავდგებით აი ამ ერთი პათოსის ირგვლივ რომ ჩვენ უნდა დავდგეს ერთად უნდა მართლაც და დაგვინახონ თუ რამდენი ვართ და დარწმუნებულიო რომ ბევრი ადამიანი შევიკრიბებით ესე იგი 14-ში 18 საათზე და ჩვენ სათქმელს ვიტყვით თავისუფლების მოედანზე. გასაგებია მე ამით დაგემშვიდობები ძვირფას ტელემაყურებლებო და ერთ რამეს ვიტყვი რომ იცით რა არის შეიძლება ვიღაცები ვერ ხედავენ ადამიანებს მაგრამ ღმერთი ხედავს ყველაფერს რა უფალი ხედავს რა და ამიტომ მე ერთ რამე მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც აქვთ უსამართლობის განცდა, იბძვიან, წვალობენ და მათი ეს ბრძოლა და წვალება არავის გონიათ, რომ აი მაინც ფუჭი არის, ნუ გონიათ მეგობრებო, იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იმიტომ რომ თქვენ რომ არ იყოთ, არც ეს ქვეყანა არ იქნებოდა. ჩვენ დავინახეთ აი ამ კულტურის, აი ამ ხელოვნების, აი ამ სპორტის სხვადასხვა სახეობების ეგრეთ წოდებულმა პრივილეგირებულმა ფენის წარმომადგენლებმა როგორ გაყიდეს ეს ქვეყანა თხასავით ერთ წამში და თქვენნაირ ხალხზე დგას ეს ქვეყანა თქვენ არც ფული გაქვთ არც პრივილეგიები გაქვთ არც მხარდაჭერა გაქვთ არც რაიმე სითფო არის თქვენს მიმართ მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდეთ თქვენ საქართველოს ემსახურებით და ხვალდაზე აუცილებლად დაფასდება თქვენი ეს შრომა, იმიტომ რომ არ შეიძლება ყოველთვის უსამართლობა იყოს ქვეყანაში, ყოველთვის მიღმა იყოს ამ პროცესებისგან ხალხი. საქართველოსში დადგება ის მომენტი, რომ თქვენნაირი პროფესიონალებიც დაიმკვიდრებენ ადგილს, ღირსეულ ადგილს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი შეგრძნება არის უსამართლობა. აი ადამიანს რომ უსამართლოდ ექცევიან, ადამიანს რომ ჩაგრავენ, ადამიანს რომ ვერ ხედავენ, ადამიანს რომ არ ამჩნევენ, ადამიანს რომ ესე იგი ყოველთვის ესე იგი იგნორირებას უკეთებენ. მე მესმის თქვენი თითეული თქვენგანის გულში ვხედავ აი ამ ყველაფერს მე, განა ვერ ვხედავ და მე მინდა ყველას ჩაგეხუტოთ, ყველას მოგეფეროთ, ყველას გითხრათ რომ ძალიან მიყვარხარ, ძალიან გაფასებთ. და ვიცი რა რაც არის, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ რა. აი, როდესაც დაუფასებლობაზეა ლაპარაკი.
საქართველოსში ყველაზე დიდი ბრძოლა ჩვენ რო მოვიგეთ, დიდგორის ბრძოლა. იმ ბრძოლის გარდამტეხი მომენტი იყო 200 იმ მებრძოლის შეჭრა მტრის ბანაკში, რომელმაც დეზორგანიზება მოახდინეს მტრის და აირდაირია თურქ-სელჩუკთა რაზმი და ამით ვისარგებლეთ ჩვენ და შემდგომ ამ დეზორგანიზებულ რაზმს მივაყენეთ სასიკვდილო დარტყმა. კაციშვილმა არის ის იმ 200 კაცის სახელი და გვარი. და იმათი სახელები და გვარები არ ვიცით, მაგრამ იმათი გმირობა ვიცით ჩვენ. ამიტომ თქვენც აი იმ 200 ქართველის, იმ 200 მხედარის, იმ 200 პატრიოტის და იცოდნენ რა, რომ შედიოდნენ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდნენ, იმიტომ რომ მიდიოდნენ სიკვდილზე. თქვენც ხართ იმ ადამიანების შთამომავლები, ჩვენ იმ ხალხის შთამომავლები ვართ, ხალხო. ჩვენ არ გვჭირდება, მე თავარია ღმერთს, ეს არის სული უკვდავი. ნუ მივიღებთ თანამდებობებს, ნუ მივიღებთ, ამათმა ჭამონ, ამათმა სვან და გაძღნენ. მაგრამ ღმერთი ხო იყურება ბაღლიდან. ჩვენი მთავარი არის რომ ღვთისწინაშე წავდგეთ, რა ქვია, როგორც საჭირო. ამათმა მიიღონ გრანტები, ამათმა მიიღონ იაფი კრედიტები, ამათმა მიიღონ ფული, ამათმა მიიღონ ყველაფერი, გაძღნენ, გასკდნენ, მაგრამ აი იქ რო წარსგდებიან ღვთისწინაშე, ვინ სად მოხდება, მე ვნახოთ ერთი აბა. თქვენ დაიკავებთ უფალთან ადგილს და ესენი დაიკავებენ ადგილს ეშმაკთან. და რომელი ჯობია სულის უკვდავება თუ ეშმაკის ეშმაკთან ყოფნა. აი ამას გეტყვით მე. ამიტომ ნუ შეტრკებით თქვენ. თავარია ბოლომდე ზიდოთ ჭაპანი. უფალმა იესო ქრისტემ გვიჩვენა თავისი მაგალითით როგორ უნდა ვიცხოვროთ. უფალმა გაწირა თავი და ეწამა და ჩვენ უფლის ხატათა ვართ შექმნილი მის სახედ და ხატად და ამიტომ ჩვენც ისე უნდა ვიმოქმედოთ როგორც ჩვენი გმირი წინაპრები, როგორც ჩვენი წმინდანები მოქმედებდნენ. და არასდროს არ შეტრკეთ აი ამ ქმედებების გამო. მე მესმის თქვენი ძალიან კარგად მესმის ჩემო მეგობრებო, იმიტომ რომ ერთხელ ქონდათ იმედი, ორჯერ ქონდათ, სამჯერ კიდე გაგიცრუდათ იმედი. აგე რა ცოლი აგერ იქ არის ჩეხეთის ელჩი განუდგა, მეორე კაცი კოტრიალებს იმაში, რა ქვია, თელავის იმათ, მერად. აი ესეთი მერები და ესეთი ელჩები ყავს ჩვენ ბევრი და იმედია რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს რაღაცნაირად მიხედავს რა. მიხედავს და გადაწყდება ყველაფერი. ვისაც ბოდიში და ჩემი ნათქვამიდან რაღაცა ცოტა ტკივილი შეგრძნება აქვს, კრანში ცივი წყალი მოუშვით და გდალიეთ რა. მე ვიღაცის საამებლად არ ვლაპარაკობ. ბატონი ალექსანდრე კობაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ამით დაგემშვიდობებით ძვირფას ტელემოყურებლებო და მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს კარგად ბრძანდებოდეთ.